მოგესალმებით ყველას. დღეს როგორც უკვე გითხარით, ბოლო საუბარი გვექნება 4 კვირიან შესვენებამდე. სექტემბრის დასაწყისში გავაგრძელებთ, რადგან აგვისტოში შესვენება გვაქვს და მე-16 თავი გვაქვს დღეს განსახილველი მათეს სახარების. ძალიან საინტერესოა, კარგია რომ დასასრულში გვაქვს ეს თავი, რადგან ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რამეებია ჩვენი რწმენისთვის ამ თავში. ჩვენ მე-15 თავში წინა კვირას რა ვნახეთ? ნახეთ ეს დაპირისპირება იესო ქრისტესი ფარისევლებთან, ხომ? წიგნობრებთან და ფარისევლებთან. რაზე იყო ეს დაპირისპირება? ჩვენ ვცლად განვიხილეთ ეს მაშინ, რომ ისინი ეუბნებიან, რომ რატომ არიცავენ შენი მოწაფეები უხუცესთა გადმოცემას, ხომ? უხუცესთა გადმოცემა არის იგივე თალმუდი, რასაც დღეს ებრაელები თალმუდს ეძახიან, მიშნა არის თალმუდის ნაწილი, ანუ ზეპირსიტყვიერება, ზეპირირჯული. ანუ როგორი ჩვენ წინა საუბარში თქვით, რომ იუდეველები, ანუ ფარისევლები ამბობდნენ, რომ მოსეს გარდა იმ 5 წიგნისა, რაც ბიბლიაშია, ხო, გარდა თორასი, მოსეს ღმერთმა ზეპირირჯულიც მისცა, ზეპირად და აი ეს რჯულიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წიგნში ჩაწერილი რჯული. ხომ გასაგებია ეს პრობლემა. და ქრისტე ეუბნება, რომ არ არის მასე. არსად წმინდა წერილი მაგას არ ამბობს, რომ აი ეს უხუცესთა გადმოცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც თორა, თვითონ, და ქრისტე ეუბნება, რომ რჯულის აღმასრულებელი მე ვარ და მე როგორც გეუბნებით რჯულს, როგორც განგიმარტავთ, ისე უნდა გესმოდეთ. და ამაზე არის დაპირისპირება ფარისელებთან და ბრესეულებს და ქრისტეს შორის და ეს იყო მათი თავარი სიძულვილის მიზეზიც და ეს იყო მიზეზი, რატომაც ისინი მას მესიად ართვლიდნენ. მაშიახად, რატომაც ცხებულ მეფედ, იმიტომაც არ მიიღეს, რომ ის უხუცეს და გადმოცემას არ იცავს. ის არ იცავს შაბათს, ის არ იცავს ხელისდაბანის წესს, მაგალითად, ხომ და კიდევ ბევრ რაღაცას, რაც არა ბიბლიაში კი არ წერია, არამედ მათ ზეპირ გადმოცემა. ხო გასაგებია პრინციპი. უხუცეს და გადმოცემაში და აი ამაზე იყო წინა თავში კამათი და შემდეგ იმით დასრულდა წინა თავი, რომ ქრისტემ 4000 კაცი დააპურა 7 თევზით და ცოტაოდენი პურით და დარჩა ნარჩენი 7 გოდორი სავსე ნარჩენებით, რომ ეს 7 გოდორი განასახიერებდა რას? წარმართ ხალხებს. არა იუდეველ ხალხებს, რომ ეს სწავლება, ეს ზეციდან ჩამოსული პური არა მარტო იუდეველებისთვის არის, არამედ წარმართი ხალხ, ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის და სად მოხდა? ნახეთ, პურობის სასწაული მოხდა გალილეის ტბის პირას და შემდეგ მიატოვა ისინი და მაგდალას მხარეში გადავიდა. აი მაგდალა, აი ქალაქი მაგდალა, სოფელი მაგდალა, აქ იყო, აი ამ ადგილას ზუსტად და აქ გადმოვიდა და მე-16 თავი ასე იწყება. და მიადგნენ მას საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის. ხოლო მან მიოგო და უთხრა მათ, საღამოს ამბობთ, ხვალდარი იქნება, ვინაიდან ცანათელია. დილით კი ამბობთ, დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოკუფრულია. თვალთ მაგცნო ცისფერს არჩევთ და დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ. უკეთური და მემრუ შემოდგმა სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა და დაუტევა ისინი და წავიდა. ეს პირველი მონაკვეთი ძალიან საინტერესოა. მივიდნენ მასთან, აი მაგდალას მხარეში არიან გადასულები, დასავლეთით გალილეის ტბის, დასავლეთით მაგდალაში და მივიდნენ მასთან საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვისო. ნახეთ, საცდუნებლად მივიდნენ, რას ნიშნავს? რომ რაიმე ისეთი გააკეთებინონ იესო ქრისტეს, რაშიც მერე ბრალს დასდებენ, ხო? ცდუნება, ჩვენ ხო ნახეთ ადრე სხვა თავების განმარტების დროს, რომ ცდუნება არის სკანდალონ, ბერძნულად სკანდალიდებს ამაში, ხო? სკანდალი, რაღაცა წარმოუდგენელი, განსაცდელი, ანუ საგანგაშო მოვლენა. ანუ რაიმე ისეთში დასდონ ბრალი, რაც მერე იქნება მისი, ესე ვთქვათ,
განაჩენისთვის გამართლებული, ხო? სასიკვდილო განაჩენისთვის. და რა იყო ახლა აქ საცსწაული გვაჩვენეთ ციდანო, ხო საინტერესოა. საცდუნებლად ამას რატომ ეკითხებიან? ისევ ბიბლია გვიხსნის ბიბლიას, როგორც მე ადრე ბევრჯერ მithქვია თქვენთვის. ნახეთ, რჯულის, ანუ მოსეს მეხუთე წიგნის მე-13 თავში წერია, აი ეს ამისი ახსნა. აი ნახეთ რა საინტერესოა. მოდით ნახოთ მე-13 თავი. და მათ ეუბნება ღმერთი მოსეს პირით. თუ გამოჩნდა შენ შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცა რაიმე ნიშანი ან სასწაული და ახდა ეს ნიშანი და სასწაული, რაც გამოგიცხადათ და გეტყვით მიუმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც შენ არ იცნობ და ვემსახუროთო, ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველს ან სიზმართმხილველს ნათქვამს, რადგან გწდით უფალი თქვენი ღმერთი, იმის გასაგებად, გიყვართ თუ არა უფალი თქვენი ღმერთი, მთელი გულით და მთელი სულით. ხედ, წესია, რომ წინასწარმეტყველი თუ გამოჩნდა ვინმე, ანუ რჯულის მასწავლებელი თუ გამოჩნდა ვინმე თქვენ შორის და გაჩვენათ რაიმე ნიშანი ან სასწაული ზეციდან და შემდეგ გითხრათო, რომ ეგ რჯული კი არა, მე რასაც გეტყვით, იმას უნდა მოусმინოთო, არ დაუჯეროთ და არ გაყვეთ მას, რადგან იცოდეთო, რომ ეს არის იმისთვის, რომ გწდით თქვენი ღმერთი, რამდენად ერთგული ხართ მისი. გესმით, ქრისტეს რასეულ, აი ამაში უნდა დასდონ ბრალი. გვაჩვენეს სასწაული, მაგრამ ისინი ქრისტეს სწავლებაში ბრალს უკვე ზდებენ. ისინი ამბობენ, რომ ეს არ გვასწავლის იმას, რაც ღმერთს უთქვია ჩვენთვის, ხომ? მათი გაგებით ასეა. ახლა ეუბნებიან, რომ გვაჩვენეს სასწაული ზეციდან, რომ ზუსტად ის, რაც რჯულში უწერიათ, იმაში დასდონ ბრალი, რომ ეს სასწაულებს გვაჩვენებს ზეციდან, მაგრამ გვეუბნება სხვა ღმერთს ეცით თავყანი, იმას კი არა, რომელიც მამა-პაპის ღმერთია, გესმით? და ქრისტემეს ხო იცის, ეს მზაკრობაა მათი, რადგან მანამდე უამრავი სასწაული აჩვენა უფალმა მათ, ხო? უამრავი სასწაული. და კიდევ სასწაულს ითხოვენ, იმიტომ რომ აი ამაში უნდათ ბრალი დასდონ. მერე იტყვიან სასამართლოზე კაიაფასთან, მერე იტყოდნენ ესენი, რომ აი რჯულში როგორც გვიწერია, სასწაული გვიჩვენა ამან ზეციდან და შემდეგ ისეთ რამე სასწაული და რაც ჩვენ მამა-პაპს არ უთქვამთ, რაც უხუცესთა გადმოცემაში არ გვიწერია, ამიტომ სიკვდილის ღირსია. და მოსეს რჯულში ეწერა, რომ ასეთი წინასწარმეტყველი სიკვდილით უნდა მოკვდეს. აი ეს იყო ცდუნების მთელი არსი, ეს უნდათ და ქრისტემ ეს ხომ იცოდა, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა და ხო მიუგო უთხრა თქვენო ცას რო უყურებთ და მზიანი ამინდია, ამბობთ რომ კარგი დარი იქნება და ნათელი დღე იქნებაო, თუ ცა მოკუფრულია, იცით რომ გაავდრდებაო, ანუ ღრუბლებს და ამინდის ამბებს ცნობთ, ორგულო და თვალთმაქცნო და დროის ნიშნებს ვერ ცნობთ. დროის ნიშნები, ხო? აი მაგალითად, საღამოს რო გამოხვალ და შეხედავდა ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი, რისი ნიშანია? ხვალ ძალიან სიცხე იქნება, კარგი ამინდი იქნება, ხო? და უფალი ეუბნება, რომ აი ამას ცნობთ ზეცას და დროის ნიშნებს ვერ ცნობთ, რატომ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რჯული ვიცით. ჩვენ ზედმიწევნით ვიცით რჯული. ესმით და აი ახლა მე თქვენ დროის ნიშნებს ჩამოგითვლით, რაც მათ უნდა ეცნოთ. დროის ნიშნები, აღვერეთ, რაც მათ უნდა ეცნოთ როგორც რჯულის ცოდნებს. და შეხედეთ. მოსეს ბიბლიის სულ დასაწყისში წერია, როცა ადამი და ევა დაეცნენ. რას ეუბნება ღმერთი მე-13 თავში დაბადების წიგნის ეშმახს რომ ეუბნება. ტრობას ჩამოვაგდებ შენ თესლსა და შენ შორის და დედაკაცის თესლს შორის. ის თავს გაგიჭერწყავ, შენ ქუსს უგესწავ. ანუ დედაკაცის თესლს ამბობს. ეს რას ნიშნავს? რომ მხოლოდ დედისგან იქნება ის, ვინც სატანას დაამარცხებს. და მათ იცოდნენ, ეს უბიწო ჩობა მათ იცოდნენ, რომ მარიამისგან არის ჩასახული სულიწმინდისაგან. ეს იცოდნენ. შემდეგ იმიტომაც ერთ ადგილას უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებენ ქრისტეს, რომ ჩვენ მრუშობით კი არა ვარ ჩობი, სიძვისგან კი არა ვარ ჩობილნი, შენსავითო. გესმით? მათ ეს გაუგიათ, რომ მარიამი უბიწოთ არის, მარიამისში უბიწოთ არის ჩასახული ქრისტე, მამაკაცის გარეშე და
ესეთ შეურაცხყოფას აყენებენ, სახარებაში წერია ეს, რომ ჩვენ სიძვისგან კი არა ვარ ჩობილი შენსავით. ჩვენ აბრაამის შთამომავლებელთ. ესმით, აი პირველი ნიშანი, რომელიც მათ იცოდნენ, მაგრამ შეურაცხყოფისთვის გამოიყენეს. მეორე ნიშანი მაგალითად მიქას წინასწარმეტყველის მე-5 თავში წერია. მიქა იყო მე-7 საუკუნით ადრე ქრისტემდე. წერია რომ შენ ბეთლემ პატარა ხარ იუდას ქალაქებს შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფერო და მარადიულობიდან იქნება მისი წარმოშობა. სად დაიბადა ქრისტე? ბეთლემში. მათ იცოდნენ რომ ბეთლემში დაიბადა, იქ უნდა დაბადებულიყო მესია, ხო? ქრისტე. შემდეგ წერია დაბადების წიგნის 59 თავში. როცა იაკობი აკურთხებს 12 შვილს, ისრაელის 12 ძმას, ხო? რას ეუბნება იუდას? იუდას ეუბნება, რომ იუდა არის ლომი, რომელიც რომ თუ წამოდგება, დაიმორჩილებს ყველაფერს. რადგან იუდასგან მოვა მესია, მხსნელი. და ამბობს, რომ არ წაერთმევა კვერთხი იუდას, სანამ არ მოვა შილო მისი მფლობელი. ანუ იუდასგან იქნება მეფე ისრაელში და ეს კვერთხი მანამდე არ წაერთმევა, სანამ არ მოვა ნამდვილი ზეციური მეფე. ქრისტე რომელი ტომიდან იყო? იუდას ტომიდან. მარიამიც და იოსებიც, მისი მამობილი, ორივე იუდას ტომიდან. ნახეთ, დროის ნიშნებს გეუბნებით თქვენ მე ხარ. დროის ნიშნები, რაც მათ უნდა ეცნოთ და არ იცნეს, ან ვერ იცნეს. შემდეგ მაგალითად ისევ დაბადების წიგნის რიცხვთა წიგნში, ბოდიში, რიცხვთა წიგნის, ეს არის მოსეს მეოთხე წიგნი, 54 თავშია, როცა ბრძოლა აქვს ისრაელს წარმართებთან. და წარმართების თხოვენ გზნეული წინასწარმეტყველია ვიღაც ბალაკი და მას თხოვენ რომ დაწყევლე ისრაელი. და არ შეუძლია რომ პირიდან წყევლა ამოუშვას ამ ბალაკს და ამბობს რომ ხედავ მას, აი მინდა ეს ადგილი ზუსტად აგიკითხოთ თქვენ. ეს არის რიცხვთა წიგნის 54 თავი. და ბრძოლის ველზე დგანან და აი ამ გზნეულ კაცს, ამ ბალაკს თხოვენ რომ დაწყევლე ისრაელიო. და ის ამბობს. ეხლავე? ბატონო? ბატონო? ხედავ მას, მაგრამ შორიდან. უცქერ მას, მაგრამ ახლოს არ არის, ამბობს ეს ბალაკი. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან, ისრაელიდან, ამოდის ვარსკვლავი ისრაელიდან და იმართება კვერთხი იაკობისგან. გესმით? ანუ ხედავ რომ შორიდან მომავალში ეს ბალაკი ამბობს რომ შეუძლებელია ისრაელის დამარცხება. შეუძლებელია ისრაელის განადგურება, რადგან ხედავ მას ვარსკვლავს ამომავალს, რომელიც ამოდის ისრაელიდან და იმართება მეფობის კვერთხი იაკობიდან, ხო? ანუ იაკობის 12 შტოდან, ხო? ან იუდასგან. რა გამოჩნდა ბეთლემის შობის დროს? ვარსკვლავი. ესეც იცოდნენ მათ, რომ მოგვები როცა მოვიდნენ აღმოსავლეთიდან და ის იერუსალიმში მოვიდნენ, რა უთხრეს, სად არის ჩახალჩობილი ყმაო? რა ვიხილეთო მისი რაო? ვარსკვლავი ვიხილეთ მისი აღმოსავლეთითო და გამოვყევით ამ ვარსკვლავს და მოვედით მის სანახავადო. კიდევ ერთი ნიშანი, დროის ნიშანი. შემდეგ იესაიას მერვე თავში წერია, რომ ის იქნება დაბრკოლების ლოდი ისრაელის ორი სახლისთვის, ანუ ჩრდილოეთ ისრაელისთვის და იუდასთვისაც ორი სახლია, ეს არის ისრაელის ორი სახლი, დაბრკოლების ლოდი იქნებაო. წაიფორხილებიან მასზე და დაეცემიან, გაებმებიან და გაიხლართებიან. ანუ მესიაზე იუდეველები ამ ადგილს როცა კითხულობდნენ ესაიას მერვე თავს, ამბობდნენ ეს მაშიახსია ნაწინასწარმეტყველები. რომ ის დაბრკოლების ლოდი რატომ იქნება, მათ ბოლომდე ეს არ ესმოდათ, დაბრკოლების ლოდი რას ნიშნავს? რომ წამოედები რაღაცას, რომ წაიფორხილებ რაღაცას და დაეცემი და დაეცემიან და დაილეწებიან ამ ლოდზე, გაებმებიან და გაიხლართებიან. და მათ რო დაპირისპირება წარმოეშვათ ქრისტესთან, ხომ უნდა მიმხვდარიყვნენ რომ ის ლოდია, რომელშიც გაიხლართდნენ, გაიბნენ და დაეცნენ და დაილეწნენ, ხო? ხეთ კიდევ ერთი ნიშანი. ასევე ნახეთ მორჩი, ჩვენ ხომ ადრე ვთქვით, ქრისტეს ერთ-ერთი სახელია ძველ აღთქმაში მორჩი.
ან ყლორტი, ხო? ნეცერ ან ცემახ ებრაულად. ხო? და ესაიასთან, ზაქარიასთან, იერემიასთან ნაწინასთან მეტყობა რომ ის იქნება მორჩი, რომელიც ამოხეთქავს როგორც აი ახალი ყლორტი ისრაელიდან. რადგან თქვენ ხომ გახსოვთ რომ ჩვენ თქვით რომ ქრისტეს მოსვლამდე 400 წელიწადი მათ აღარ ყოლიათ წინასწარმეტყველი. ანუ ნახეთ ესაია წინასწარმეტყველთა როგორ არის 53 თავში ქრისტეს შესახებ და ეს ადგილიც მათი რაბინები ამ ადგილსაც განმარტავდნენ რომ ეს ისრაელის ცხებულ მეფეზეა. ნახეთ როგორ წერია ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან. ურწყული მიწა მართლა მოურწყავ მიწას კი არ ნიშნავდა იმ დროს, არამედ სულიერად მოურწყავია მიწა. სულიერი შიმშილია, სულიერი სიხრიოკეა ამ დროს ისრაელში და ამ დროს ამოიზრდება მესია. გესმით? არასულიერი აღმავლობის დროს, როცა ისრაელი ერთგული იყო, არამედ აი ხრიოკი როა სულიერად ისრაელი იმ დროს მოვა ქრისტე. გესმით? და ამ დროს მოვიდა ზუსტად 400 წელიწადი წინასწარმეტყველი არ ყავთ, ჩდება იოანე და დაკარგული აქვს მეფობა, დაკარგული აქვს კანონიერი მღვდელმთავრობა, ყველაფერი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. რომის ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობენ და ურწყული მიწიდან უცბად გამოჩნდა ქრისტე. აი ესენი არის დროის ნიშნები. მე კიდე ბევრი შემიძლია ჩამოთვალო, მაგრამ თქვენ თვითონ როცა ძველ აღთქმას კითხულობთ, იპოვით ამ ნიშნებს, დროის ნიშნებს, რასაც ისინი უნდა ხედავდნენ. და ქრისტე ეუნემავათ, თვალთმაგცნო დროის ნიშნების გარჩევა არ შეგიძლიათ? უკეთური და მემრუ შემოდგმა სასწაულს ეძებს, მაგრამ არ მიეცემათ სასწაული მათ. გარდა ერთი სასწაულისა, რომელია სასწაული? იონას, რა სასწაულია იონას სასწაული? ვეშაპის მუცელში რომ იყო და რამდენი დღე იყო ვეშაპის მუცელში? 3 დღე და ბოლოს გადარჩა, არ მოკვდა, ხომ? მკვდრეთით აღდგომის სასწაული. აი ამაზე მიანიშნებს უფალი, რომ კიდევ ერთ სასწაულს იხილავს ისრაელი, ჩემგან, აი ურწმუნო ისრაელი. ურწმუნოები კიდევ ბევრს იხილავენ, მაგრამ ურწმუნო ისრაელი, აი ეს უკეთური და მომრუ შემოდგმა, კიდევ ერთ სასწაულს ნახავს, მკვდრეთით აღდგომის სასწაულს, ეს არის იონა წინასწარმეტყველის სასწაული და მიატოვა ისინი და წავიდა მათ. ნახეთ, აღარ ელაპარაკება მათ. ამ თავში კიდე თქვენ ჩვენ ნახავთ, რომ ეუნება რომ არ უთხრათ მათ ჩემს შესახებ, არ უთხრათ რომ ქრისტე ვარ, აღარ ელაპარაკება მათ. ძალიან მძიმე მოვლენა რაც აქ ხდება. ხოლო მის მოწაფეებს გაღმა გასვლისას დაავიწყდათ პურის წაღება. ესენი ახლა ხო იყვნენ და ხო გადავიდნენ მაგდალაში, აქ არ ხდება ეს ლაუბარი, რაც ჩვენ წავიკითხეთ და აქედან აქ რო გადმოვიდნენ, ეთყობა ის ნარჩენი პური ხო დარჩათ იმ პურობის სასწაულიდან, ხო და დაავიწყდათ პურის წაღება თან, ხო? ასე ყოველფეხის ნაბიჯზე კი არ იყიდებოდა პურის მაღაზიაში, მასაცხობში. და იესომ უთხრა მათ, ხიზლად იყავით. ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს. ისინი კი გულში ფიქრობდნენ, ალბათ იმიტომ გვეუბნება პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო. მიუხვდა იესო და უთხრა მათ, რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო, პურის წამოღება დაგვავიწყდაო. ნუ თუ არ გესმით, ან არ გახსოვთ, 5 პურით 5000 კაცის პურობა და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ. არც 7 პურით 4000 კაცის პურობა და რამდენი კალათი გაავსეთ კიდევ. ნუ თუ არ გესმით, რომ პურისთვის როდი გითხარით თქვენ, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს მეთქი. მაშინ რა მიხვდნენ, რომ ის აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას. მიხვდნენ როგორც იქნა ისინი, რომ ეუბნება რომ ფარისეულ და სადუკეველთა მოძღვრებას მოერიდეთ. რადგან ამათ თავიდან ეგონათ რომ ეხლა ჩვენ ახლა პური არა გვაქვს, გვეუბნება რომ სადუკეულ და ფარისეულებისგან პური არ იყიდოთ. ხო სადღაც ხონდა იყიდონ პური და ამათ ეს გონიათ. და ეუბნება ქრისტე რომ როგორ ვერ თქვენს ვერ ხვდებით, რაზე ვლაპარაკობ მე? თქვენს პურზე ლაპარაკობ? მე გეუბნებით მოძღვრებაზე, როგორც პურზე. მოძღვრებაა ჩვენი პური, გესმით? ჩვენს რა გვაცოცხლებს? სინამდვილეში ჩვენ რა გვაცოცხლებს? დღეს რო ვისაუზმეთ, ის გვაცოცხლებს?
აი ის შინაგანი ძალა, ის მოძღვრება, ის რწმენა, აი რისის წმენაც გვაქვს, ის გვაცოცხლებს საბოლოო ჯამში. წარმოიდგინეთ თქვენ ახლა უცბად ჩვენი არსებიდან წმენა რო ამოიგლიჯოს. აი გაქრეს, აღარ არის. ან წარმოიდგინეთ საქართველოსდა რო წმენა ქრისტიანობა ამოიგლიჯოს. მკვდრული სიცარიელეა, ხო? რაღაცა მკვდარი სამყაროა, ხო? რწმენი, ღმერთის რწმენის გარეშე არის მკვდარი სამყარო. აი ამაზე ელაპარაკება ქრისტე. მე ზეციურ პურზე მოძღვრებაზე, ღმერთის რწმენაზე გელაპარაკებ. ნახეთ, ლუკას სახარების 12 თავში არის პარალელური ადგილი, იქაც ძალიან საინტერესოდ არის ეს ნათქვამი, მე მინდა ესეც ნახოთ ჩვენ. ლუკას 12. ნახეთ? ოდიში, ეხლავე. ეს არის მე-11-ის ბოლო. ერთი წამით. არა, ეს სხვა ადგილია. რის თქმა მინდოდა მე იმ ადგილს ახლა სხვა დროს გაჩვენებთ. რა იყო ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარი? ფარისეველთა ეს ადგილი უნდა აუცილებლად სწორად გესმოდეს ჩვენ. რა იყო ფარისეველთა სადუკეველთა საფუარი? ფარისეველთა საფუარი ჩვენ ხო ვნახეთ რაც იყო. წინ რა იყო? ფარისეველთა საფუარი იყო ზულის გაბერვა. რომ რჯულს დაუმატეს ის მცნებები, რაც რჯულს არ ეხება სინამდვილეში, ხო? ხო ვნახეთ ეს. აი მაგალითად წერია რომ თუ გაუწმინდურდა ადამიანი მკვდართან შეხებით, მან უნდა განიბანოს, ხო? მათ ამ განბანვის ცნებას დაუმატეს კიდე ათასობით სხვა მცნება, როგორ უნდა დაიბანოს ჭამის წინ, ჭამის შემდეგ, იმის წინ, ხო? შაბათზე წერია რომ უკ დაიცავი უქმეთ შაბათი. და ამ შაბათის ცნებას დაუმატეს მთელი ტრაქტატი შაბათის, სადაც ათასობით კიდევ მცნებაა, როგორ უნდა დაიცვან შაბათი, მაგალითად შაბათს ხო ჩვენ ვნახეთ წინა საუბარზე, რომ მაგალითად შაბათს მათხვარი რო ჩამოივლის ქუჩაში, როგორ უნდა მივაწოდო პური მათხოვარს, რომ არ დავარღვიო შაბათი. მე უნდა გავუყო ხელი, იმან უნდა შემოყოს ხელი, მე უნდა ჩაუდო, იმან უნდა ჩამიდოს, თუ აი ეს მთელი პროცესი ცნებებად არის დახვავებული, გესმით? და ეს არის ფარისეველთა საფუარი, ხო? მაგრამ ღმერთი ხო მაგას არ ამობს. შაბათს მათხოვარს რო პური გაუწოდო, ეს დარღვევა ხო არ არის მცნების. ხომ არ არის? რა თქმა უნდა არა, მაგრამ ნახეთ, აი ამაშიც კი გაბერეს. მაგრამ რა იყო სადუკეველთა საფუარი, ხო? აი ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმ დროს ორი უძლიერესი მიმართულება იყო იუდაიზმში, ხო? იმ დროს. ერთნი იყვნენ სადუკეველები, მეორენი იყვნენ ფარისევლები. სადუკეველები იყვნენ, ასე ვთქვათ, მოურწმუნე არისტოკრატია, ასე რომ ვთქვათ. ისინი იყვნენ მღვდლები, უმაღლესი მღვდლები, ლევის ტომიდან იყვნენ ეს სადუკეველები, ცადოკი იყო მათი წინაპარი, მღვდელი, დამთავრდა იმ ცადოკიდან მოდის სადუკეველები, ხო? სიტყვა გვეუბნება. რა იყო ამ სადუკეველების მთავარი მამოძრავებელი ძალა? რადგან ებრაელები აი ესე ამბობდნენ, აი ჩვენ რო გესმოდეს ეს საფუარი, ებრაელებს ასე ესმოდნენ, აი საფუარი რა არის ჩვენს ცხოვრებაში? საფუარი არის თავარი მამოძრავებელი ძალა, რაც ჩვენ გვმართავს, ხო? აი როგორც პურში, ცომში რომ შეურევ საფუარს, ხო, შენ ვერც კი ატყობ, შიგ რა ხდება, მაგრამ ის აძლევს იმ ცომს იმ ფორმას, რომელზეც შენ გავლენა უკვე აღარ აქვს, ხომ ასეა? ხომ? ის საფუარი ფუვდება და პროცესები იღებს ცომი ფორმას. აი საფუარი ადამიანისთვის არის ის შინაგანი მამოძრავებელი ძალა, რაც საბოლოო ჯამში მას მიიყვანს იქ, სადაც მივა. მაგალითად ებრაელები ამბობდნენ, რომ ღმერთმა უთხრაო, თალმუდში წერია ესეც, რომ ღმერთმა თქვაო, რომ ებრაელებმაო, მე რომც მიმატოვონო, მე რო დამივიწყონო. თუ ჩემი თორა, ჯული თუ არ დაივიწყესო, ის თორა როგორც საფუარი ისევ ჩემთან მოიყვანსო ამათ. ის თორა, ის სწავლება მაინც ჩემთან მოიყვანს, როგორც საფუარი მათში აპოვნინებს ჩემს თავს მათ ისევ, ხო? კიდე ერთი ასეთი შემთხვევა აღწერილი, რომ ერთმა წარმართმაო
იუდეველი გახდა ერთი წარმართიო და მასო ვარსკვლავ მრეცხველობა ეს ასტროლოგია ეს კითხაობა ასტროლოგია აინტერესებდაო და იმ ასტროლოგიაში ამოიკითხაო რომ ებრაელებიო შენ სისხლს დაღვრიანო და ამანო ისე შეაშინაო რომ ესე იგი ებრაელები დაღვრიან შენ სისხლსო ამანო ისე შეაშინაო რომ ის ყოფილა დალაქი ყოფილა პარიკმახერი ყოფილა ეს კაცი და განიზრახა რომ ებრაელები დაეხოცა და ხოცავდა ებრაელებს თურმე და სინამდვილეში ის ასტროლოგია ის შენ სისხლს დაღვრიანი იმას ნიშნავდა რომ წინა დაცვეთას გაეკეთებ ებრაელებისგან იუდეველი ხონდა გახდეს და ეს სისხლის დაღვრა ამას ნიშნავდა და ამან გაიგო სხვანაირად რომ ებრაელები მომკლავენ მე და შეიშალა ცოტა ეს კაცი და დაიწყო ებრაელების თურმე ხოცვა და მრავალი ასეული ებრაელი დაუხოციეს შემთხვევა აღწერილია და ბოლოსო თავისმა საფუარმა ისევ იქ მიიყვანა სადაც უნდა იყოსო და ისევ წარმართულ ჯულზე გადავიდა ისევ კერთაყვანისმცემლობას დაუბრუნდაო ანუ თავისმა საფუარმა მიიყვანა იქ რაც მასში იყო აი საფუარი ამის ნიშანია და სადუკეველები ახლა სადუკეველების აზროვნება როგორი იყო ისინი იყვნენ მიბმული ტაძარზე ღვთლები იყვნენ ტაძრის მსახურებაზე და სინედრიონში 2/3 მათი იყო ადგილების ხო სინედრიონში ხო 71 მღვდელი იყო 71 მღვდელმთავრისგან შედგებოდა 2/3 უმრავლესობა მათი იყო სადუკეველების მღვდელმთავარი სინედრიონის თავმჯდომარეც სადუკეველი იყო ხოლმე აი კაიაფა მაგალითად ვინც გაასამართლა იესო ქრისტე ისიც სადუკეველი იყო მათთვის ისინი ამბობდნენ თავარი ჯულში არის თორა მოსეს 5 წიგნი სხვა ყველაფერს არ აქვს ავტორიტეტი. წინასწარმეტყველებანი, ფსალმუნი, სხვა ყველაფერი ზედმეტია. მხოლოდ და მხოლოდ თორა. ისინი უარყოფდნენ უხუცესთა გადმოცემას სადუკეველებიც. ისინი აღდგომას უარყოფდნენ. წარმოგიდგენიათ ახლა იუდაიზმში ჯგუფი უარყოფდა აღდგომას, უარყოფდა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს, სულის უკვდავებას. ისინი ამბობდნენ რომ აი ამ ქვეყანაზე როგორც ვართ ამ ქვეყანაზევე მიიღებს კაცი ან ჯილდოს, ან სასჯელს. გესმით? იმ ქვეყნიური ცხოვრება ამ სადუკეველებს არ სწამდათ, ასევე არ სწამდათ ანგელოზები, ასევე არ სწამდათ ის რომ ღმერთი ერევა ჩვენს ცხოვრებაში რამენაერად, ან თვითონ ან ანგელოზების სახით და ისინი მესიას არ ელოდებოდნენ. ეს მათთვის მესია იყო რაღაცა იდეა. კარგი რაღაცნაირი იდეა და მათ არ ქონდათ მესიის მოლოდინი. აი იყვნენ სუფთა ასე თქვა, აი ცუდი გაგებით ლიბერალებს რო ეძახიან ხოლმე დღეს, აი ყველას და ყველა ღირებულებას რო უარყოფენ ხოლმე, ხო იცი ადამიანები რო არიან. აი ასეთები იყვნენ ეს სადუკეველები. მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებულები. მხოლოდ აი გეშეფტზე, საქმეზე ორიენტირებულები ხალხი იყო, ტაძრის მსახურება, ეს იყო მათი ბიზნესი. და აი აქ იყვნენ გამაგრებულები. ესენი იყვნენ სადუკეველები. ნახეთ, ფარისევლებმა ხო ბიბლიას ბევრი მცნება მიუმატეს. სადუკეველებმა რა ქნეს? ბიბლიას გამოაკლეს წიგნები. ორივე არასწორი იყო, ზუსტად. ორივე არასწორი იყო და ამიტომაც ეუნება ქრისტე ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს. ორივე შეცდომა. ვერც ერთი ვერ გაცხონებ თქვენ. აი ეს არის ეს აზრიდეს ამაში, ამაზე აფრთხილებს ქრისტე. ნახეთ, მე აქ დავწერე, კიდევაც ნახეთ, ევას შეცდომა. ევა ფარისევლობამ შეაცდინა ზუსტად. გაჩვენოთ ეს ადგილი, ევა როგორ შეცდა, ევას შეცდომა რაში მდგომარეობდა. ნახეთ, როცა ღმერთმა ადამი და ევა დაასახლა ედემის ბაღში და უთხრა, ნახეთ, აი პირდაპირ წავიკითხოთ, მოდი. ზუსტად, ნახეთ ხო, ანუ ღმერთი ეუნება ადამს და ევას. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი. უთხრა, ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეცილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ მოკვდებიო. ხო გასაგებია, აი მე იცით რა მინდა რომ ჩვენ ბიბლია გვაჩვევს ზუსტ აზროვნებას. აი ჩვენ ქართველებს ხო ეს ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. რაღაცაზე ელაპარაკები ადამიანს და გადახტება, გადმოხტება, გადახტება, იგი აი არ შეუძლია რომ ზუსტ აზრს მიყვეს. ხომ ასე, ხომ თქვენ სხვა მოგიცდიათ? აი დაწერია. უთხრა ღმერთმა, ყველა ხისგან გეჭმევა, მხოლოდ ერთი ხისგანა არ შეჭამო, რომ ამ ხით რაწამ შეჭამ მოკვდებიო, ხო? შემდეგ მესამე თავში რას ხედავთ?
გველი ყველაზე ძლიერი იყო ველურ ცხოველთა შორის და გველი გამოიყენა ეშმაკმა სატანამ როგორც მედიუმი და მივიდა დედაკაცთან და რას ეუბნება ეშმაკი დედაკაცს უყურეთ მართლა ასე გითხრათ ღმერთმა რომ ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ გეჭმევათო ეს უთხრა ღმერთმა აბა როგორ უთხრა ღმერთმა ყველა ნახეთ ეშმაკი უკვე ამ ცდუნებაში ამახინჯებს სიმართლეს და ეუბნება მართლა ასე გითხრათ არაფრისგან არ შეჭამოთ ევარ ასე ეუბნება დედაკაცი რას ეუბნება რაც კი ბაღშია ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა ეს ახსოვს შემდეგ უმატებს ნახეთ ევარ ასე ეუბნება ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ გითხრა ღმერთმა არ გაეკაროთ თორემ მოკვდებითო რა შეცდომა დაუშვა ევამ არ გაეკაროთ სადოდის თქვა ღმერთმა ხელი რომ მოეკიდა ხო არ მოკვდებოდა არ გაეკაროთ თორემ გადაამეტა ევამ ფარისეულურად ერთი მცნება მიუმატა იმას რაც ღმერთმა უთხრა ღმერთმა რა უთხრა აბა არ შეჭამო თორემ მოკვდებიო ამან ზუსტად ფარისეულობა გააკეთა რაც ფარისეულები აკეთებენ კიდე ერთი შექმნა ერთი მცნება ზღუდე გაუკეთა ამ არ შეჭმის მცნებას და მიკარებაც აგვიკრძალა ღმერთმა მაგრამ აი ამ გადამეტებამ ხო ვერ დაიცვა დაცემისგან ის გესმით აი ასე ეს უნდა გვახსოვდეს რომ ზუსტად როგორც ღმერთმა გითხრა ისე უნდა დავიცვათ არ ჭირდება იმას ცნებების დამატება აი რაც გითხრა ის უნდა დავიცვათ აი ეს ევას შეცდომაც ის არის რაც შემდეგ ფარისევლებმა გაიმეორეს აი ამიტომ ეუბნება ქრისტე რომ არც სადუკევლების და არც ფარისევლების სწავლებას არ გაჰყვეთ კი ღმერთის სწამდა და ასე როგორც მე კი ღმერთის სწამდათ მაგრამ სიკვდილის შემდეგ მათთვის სიცოცხლე ეს გაურკვეველი და არ სწამდათ ჩვენს ახარებაში გვაქვს აი ეს ცნობილი სადუკეველთა შეკითხვა ასეა ცნობილი ქრისტეს რო ეუბნებიან რომ ერთ კაცს ცოლი ჰყავს ხუთი ძმა იყვნენ და ერთი ძმის ცოლი შემდეგ ძმა მოკვდა მეორე ძმამ შეირთო ცოლი და ხუთივე ცოლი იყო ეს ძმა ბატონო ხო 7 ძმა იყო და 7 ძმას 7-ვე ცოლი იყო სადუკეველებს გადამართლა ეს აინტერესებთ სადუკეველი დასცინიან უფალს სადუკეველმა იციან რომ უფალს რა თქმა უნდა სწამს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე და დაცინვის აი აბსურდამდე უნდა რომ დაიყვანონ ეს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის წმენა და ეუბნებიან რომ აი როცა თქვენ ხო ამბობთ რომ აღდგომა არსებობს აი რო აღუდგებით რომლის ცოლი იქნება 7 ძმიდან ხო აი დაცინვა ამაში რა აღდგომის რწმენის დაცინვა და ქრისტე ეუბნება იმიტომ ლაპარაკობთ მასე რომ არ გესმით რჯული და არ წერილი რადგან აღდგომის შემდეგ აღარ ცოლი ჭირდება და აღარც ქმარი არამედ სხვა სხეულები დგებიან მარადიული სიცოცხლისთვის და იქნებიან როგორც ზეცის ანგელოზნი რაღაცი ჭირდება მას ცოლი და ქმარი ამიტომ როგორც ზეციური ანგელოზები ისე იქნებიან ადამიანები აღდგომის შემდეგ აი როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით და ეჩვენა და შედიოდა დახშულ კარში ამაღლდა ზეცად ანუ სხვა სხეული ჰქონდა მას გესმით აი ეს არის სადუკეველთა საფუარი რომელსაც უნდა და სადუკეველებს რა დაემართათ სადუკეველები რადგან აი ესეთნი იყვნენ ტაძარი რომაელებმა დაანგრიეს თუ არა სადუკეველები გაქრნენ სადუკეველები აღარ არსებობენ ფარისევლები რომლებიც წერილზე იყვნენ ორიენტირებულები წიგზე დღეს არსებობენ ისრაელში აი ეს კულულიანი ებრაელები ორთოდოქსი ებრაელები ეს ფარისევლები არიან მათი შაუმავლები არიან აი იმას იმ ხას მიყვებიან კაცრი დაცვა რჯულის ხო ეს ორთოდოქსი ებრაელები არიან ფარისევლები მაგრამ სადუკეველები აღარ არსებობენ გაქრნენ ხო აი ეს მონაკვეთი გვასწავლის ამას რომ არც მეტი არც ნაკლები ზუსტად ისე როგორც უფალმა გითხრა აი ეს არის რჯულის კანონი და ჩვენ კიდევ უფრო მეტად პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვართ რატომ იმიტომ რომ შეიძლება ძველ აღთქმაში ბევრი რამ მათთვის გაუგებარი იყო ხო მაგრამ ზეციდან ჩამოვიდა ძე ღმერთი და ახალ აღთქმაში ყველაფერი კიდევ უფრო გასაგებად გითხრა ხომ ასე არის კიდევ უფრო გასაგებია ჩვენთვის ამიტომაც უნდა ზუსტად ისე ვიწამოთ როგორც ქრისტე გვეუბნება და შემდეგ მოციქულები ძალიან საინტერესო ადგილია
სადუკეველებს ხომ აღდგომა არ სწამთო და პავლეს როცა შეიპყრობენ პავლეს დაიჭერენ ებრაელები, იუდეველები და მისი ჩაქოლვა უნდათ მისი ტაძარში ხდება ეს იერუსალიმში. და რა ქნას პავლემ? იცის რომ და ჭკვიანია პავლეც ხო ებრაელია და იუდეველია და ძალიან ჭკვიანია, თან ჯულისმცოდნეა. და ეუნება მათ რომ ხალხო დაინახა რომ ფარისევლები და სადუკევლები არიანო, ეს არის მოციქულთა საქმეში 23 თავში. რო არიან ფარისევლები და სადუკევლები რომ დაინახაო, პავლემ იფიქრაო რომ ასე თუ დავიხსნი თავსო და ამბობს. ხალხო მეც ფარისეველი ვარ. მეც ბენიამინის შტოდანა ვარ, ებრაელი, ფარისეველი, იუდეველი და ესენი იმიტომ კლავენ რომ დრათით აღდგომის წმენა მაქვსო. იმიტომ რომ დრათით აღდგა ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ეს რო გაიგონეს ამ სადუკევლებმა ატყდა კამათი ერთმანეთს შორის, დაერივნენ ერთმანეთს თურმე სადუკევლები, ფარისევლები აღდგომის წმენის გამო და პავლემ აღარ ახსოვდა ამ მომენტში, ჩაცხრა პავლეს მიმართ ეს ბრაზი, იმიტომ რომ ერთმანეთს დაიწყეს კამათი და ამ დროს დროიხელდეს და გაარიდეს პავლე და ამან გადაარჩინა. იცოდა მათი პრობლემა. შემდეგ ხოლო როდესაც ერთი წამით ეხლავე ეს ადგილი არ მინდა გამომრჩეს. ეხლავე როგორ? მარკოზის 8:14 ხო? ის აი წეგან რა ადგილიც ვერ მონახე, ის რატომღაც მინდა რომ აუცილებლად გაჩვენოს 8? ხო. აი ის ადგილი ხო? აი 8:14, მაგრამ მარკოზის მაშინ პარალელური ადგილი. უთხრა მათ იესომ ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს. ხოლო ისინი ერთმანეთში ჭობდნენ და ამბობდნენ, ალბათ იმიტომ რომ პური არ გვაქვსო. და ქრისტეუნება თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ? პური გაქვთ და არაფერი გესმით და არც გახსოვთ? თქვენც იმათ ხომ არ დაემსგავსეთ მურწმუნოებს, ვინც ხედავს და ვერაფერს ხედავთ. როგორ დაუტეხე 5 პური 5,000 კაცს ნარჩენებით რამდენი კალათა დაავსეთ კიდევ მათ თქვენს 12, ან და 7 4,000 რამდენი კალათა დაავსეთ კიდევ 7 და უთხრა მათ ახლაც არ გესმით? და მივიდნენ ბეცაიდას და შემდეგ უკვე სხვა სიგრძეზე. ქრისტეს უნდა რომ მათ გააგებინოს რომ ზეციურ მოძღვრებაა მათი თავარი პური, რაც მათ უნდა მიიღონ მისგან. გავაგრძელოთ მე-13 მუხრიდან. ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა, იესომ კითხა თავის მოწაფეებს. რას ამბობს ხალხი? ვინ მგონი ვარ მე, ძეკაცისა? მათ მიუგეს, ზოგს იოანე ნათლისმცემელი გონი ხარ, ზოგს ელია, ზოგს იერემია, თუ ერთ წინასწარმეტყველთაგანი. კვლავ კითხა მათ, თქვენ თვითონ ვიღა გონი ვართ მე? სიმონმა უთხრა იმავე პეტრემ, შენ ახარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. ხოლო იესომ პასუხად თქვა, ნეტარ ხარ შენ სიმონ იონას ძეო, რადგან ხორცმა და სიცხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამამ ჩემმა ზეციერმა. და მე გეუბნები, შენ ახარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ ძლევენ მას. და მოგცემ შენ ცათა სასუფეველის გასაღებს და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაში და რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. და უბრძანა თავის მოწაფეებს, რომ არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესო ქრისტე. შემდეგი ამბავი რაც აქ ხდება არის რომ ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა. ნახეთ, აი კესარია ფილიპი. აი ნახეთ, ეს არის ეს ქალაქი. თითქმის ისრაელის უკიდურესი ჩრდილოეთი, ამის იქით უკვე რომის სირიის პროვინცია და ფილიპის კესარიაში.
აქ აი კესარია ფილიპეში ამ დროს მეფობდა ფილიპე. ჰეროდე დიდის აი ბავშვები რომ ამოწყვიტა, ხო გახსოვთ ის შობას. აი იმის ერთ-ერთი შვილი ფილიპე, ჰეროდე ფილიპე მეფობდა აი ამ ხარეს. აქ მეფობდა ჰეროდე ანტიპა მეორეზე და აი აქ იყო ქალაქი კესარია ფილიპი. საერთოდ კესარია რას გვეუბნება, რას ნიშნავს? კესარია. ცეზარი ვინ იყო? რომის ცნობილი იმპერატორი კეისარი, ხო? იმიტომ ის ცეზარი მისი გვარი იყო, ეს ოჯახის სახელი იყო, გვარი იყო ცეზარი. მაგრამ ეს იულიუს ცეზარის მერე ეს ცეზარი გახდა სახელი აღნიშნული იმპერატორის, ხო? კეისარი, ცეზარი, ცარ, რუსებთ რომ ცარ, რომ აი ხედავთ? ამიტომ სადაც კესარია, სადაც იყო, აი აქაც იყო კესარია ფილიპი, აქ იყო კესარია მარიტიმა, მეორე ეს იყო ყველაფერი სამეფო ქალაქები, რომელიც ეძღვნებოდა რომის იმპერატორს. ესმით და აი საუბარი რაც ახლა აქ ხდება მეფობასთან არის დაკავშირებული და იმიტომაც აი ამ სამეფო ქალაქში ხდება ეს ყველაფერი და მიუახლოვდნენ აქედან გავიდნენ, ახლა ეს ყველაფერი ხო აქ მოხდა ეს კამათი, გავიდნენ, წავიდნენ ჩრდილოეთით და მივიდნენ ამ კესარია ფილიპის კესარიაში. ფილიპეს კესარია იმიტომ ერქვა რომ ფილიპე მეფობდა ამ დროს აქ და ფილიპეს კესარია რომ გაერჩიათ კესარია მარიტიმასგან. ეს არის ისრაელის დღესაც ერთ-ერთი ცნობილი საზღვაო ქალაქი და ასევე სამხედრო ნავსადგური. და იქ ქრისტე უსვამს მათ ასეთ კითხვას. და საინტერესო რა არის რომ ეს ქალაქი დაარსა თვითონ ჰეროდე დიდმა და შემდეგ როცა ცეზარი მოკლეს, ხო, იულიუს ცეზარი ხო მოკლეს შეთქმულების დროს, შემდეგ ავგუსტუსი გახდა იმპერატორი, მისი შვილობილი, ხო, მისი ძმისშვილი და აი ავგუსტუსს მიუძღვნა როგორც იმპერატორს ეს ქალაქი. ეს ანუ სამეფო ქალაქი იყო. და აი ამ დროს ზეციური მეფე, როცა ზეციდან ჩამოსული მეფე იესო ქრისტე, როცა ამ ქალაქში არიან, იმპერატორის ქალაქში, ეკითხება ჩემზე ძე კაცისაზე რას ამბობს ხალხი? ვინ გორი ვარ ხალხს მე? და უბრებიან რომ ზოგს იოანე ნათლისმცემელი გონიხები რომ არიციან რომ იოანე უკვე თავი იმიტომ ზოგს გონია რომ იოანე ისევ ცოცხალია. მათ ბევრმა არიცის შეიძლება ჭორები დადის რა, რომ იოანე შეიძლება ცოცხალია. ზოგს გონიხარ ელია რატო გონიათ? იმიტომ რომ ხმა ხო დადის ისრაელში რომ მესია გამოჩნდა მესია. და მათ იციან რომ მესიის გამოჩენამდე ელია წინასწარმეტყველი გამოჩნდება. რადგან ელია მე-9 საუკუნეში ცხოვრობდა ქრისტემდე და ელია ისე გაქრა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან რომ არიციან საწავიდა. ცოცხლად აღიტაცა ღმერთმა ის. ელისემ ნახა ის მისმა მოწაფემ, ელისე წინასწარმეტყველმა რომ ღმერთმა ცოცხლად აიყვანა იგი ზეცად, ხო? იქ წერია მეფეთა წიგში რომ ელია როცა ეუნება რომ უნდა წავიდეს, მიდის ამ ქვეყნიდან, ელისას თხოვს რომ ორმაგი ძალა მინდა შენგან. თხოვე რაც გინდა ელია ეუნება და ელისა ეუნება რომ ორმაგი ძალა მინდა მქონდეს ის რაც შენ გაქვს. და ეუნება ელია რომ თუ დაინახავ როგორ ავალ ზეცაში გექნება ორმაგი ძალა და მართლაც ის ხედავს ცოცხლოვანი ეტლით ატაცებული იქნა ელია უფალთან ზეცაში. გესმით და ეს რწმენა ისრაელში რომ არის, ისინი ყველა დიდებულ სასწაულებრივ ან რაღაც ღვთაებრივ მოვლენას ელიას უკავშირებენ. რომ ელია ამ ქვეყანაზეა ისევ, აქაც გვეხმარება, იქაც გვეხმარება, აი სასწაული მოხდა, სადმე ელიამ მოახდინა, ან გვალვა იყო და წვიმა მოვიდა, ელიამ მოახდინა, რომ ელია აქ არის ჩვენთან. და განსაკუთრებით როცა მესია მოვა, ანუ ქრისტე მოვა, ჯერ ელია უნდა მოვიდეს. ხო, ეკითხება, ქრისტესაც ხომ იოანე ნათლისმცემელსაც ხომ ამას ეკითხებიან იორდანეზე. შენ ვინა ხარ? ელია ხარ? რატომ ეკითხებიან ელია ხარ? იმიტომ რომ თუ შენ ამბობ რომ მოვიდა ცათასასუფეველი, თუ შენ ამბობ რომ მესია ჩვენ შორის არის უკვე, შენ ელია ხარ? ელია უნდა იყო უკვე, ხო? და იოანე ამბობს რომ მე ვარ წინამორბედი. და შემდეგ ქრისტე მეუბნება რომ იოანე ელია იყო. ელიას სულით იყო მოსული, წინამორბედი იყო ნამდვილად შემოსვეს. და ეხლა დღესაც უყურეთ იუდეველები დღესაც სწავლობენ პასექს. პასექი ხომ აქვთ მე დღესაც სწავლობ. პასექზე ხომ 4 სასმისია, ხომ? 4 ჭიქა ისმება ღვინის, სხვადასხვა კურთხევებია გამ 4 სასმისი.
და იუდეველებმა შუა საუკუნეებიდან მეხუთე სასმისი დაუმატეს ამას. ძალიან საინტერესოა ეს მეხუთე სასმისი, რატომ? რომ მორჩება ეს პასექის სერობა და თვალსაჩინო, ამ მეხუთე სასმისს იღებენ და პატარა ბავშვი გარეთ გადის, რომ ნახოს ელია ხო არ მოვიდა. ელია ხომ არ მოვიდა. რადგან თუ ელია მოვიდა, ესე იგი მესია მალე მოვა. გესმით? მეხუთე სასმისი არის ელიას მოსვლის, რომ მომავალ წელს იერუსალიმში ასე ამბობდნენ, იმიტომ რომ იქ უნდა მოვიდეს ქრისტე, იქ უნდა მოვიდეს მესია, მათ ქრისტე მესია იგივეა, მასიახი იგივეა, მაგრამ აი ებრაელებში დღესაც არის ეს ბოლოდინი, რომ ელია როცა გამოჩნდება, მაშინ მოვა ცხებული მეფე და მაშინ აღუდგენს ისრაელს მეფობას. გესმით? და ზოგს ელია გონიხარო, მაგრამ იერემია რატომ გონია ზოგს? იმიტომ რომ ესეც იყო, ნახეთ, ეს ახლა ზოგი რამე ჭორებს ეყრდნობა, იმიტომ რომ ეუბნება ხალხი ასე ლაპარაკობს. იმიტომ რომ იერემია წინასწარმეტ ყველაზე დადიოდა ჭორები ისრაელში. ეკა რატომ? უყურეთ, აი ბიბლიაში თქვენ ძველ აღთქმას რომ მორჩებით, ძველი აღთქმის ბოლოში არის მაკაბელთა წიგნები. 4 წიგნია მაკაბელთა, რომელიც ეხება მეორე საუკუნეში მოხდა ამბებს. ქრისტემდე მეორე საუკუნეში მოხდა ამბებს. რა იყო ამ დროს, რა მოხდა? ებრაელთა აჯანყება ანტიოქიელების წინააღმდეგ, ხო? და მაკაბელები იყვნენ ძმები, ვინც რომ დააჯანყდნენ. აი მაკაბელთა მეორე წიგნში წერია, რომ ბაბილონის მეფე როცა შემოდიოდა ისრაელში თურმე, იერემიამ აღთქმის კიდობანი ტაძრიდან აიღო და სიწმინდეები და სადღაც გადამალაო. სადღაც დამალა ისეთ ადგილასო, რომ არ შეებილწათ მათო და ებრაელებს ზოგიერთს დღესაც გონიათ, რომ იმ დროს, როცა იერემიამ დამალა ეს სიწმინდეები, სადღაც არის დამალული ისრაელის მიწაზე, არავინ არ იცის და მესიის მოსვლის დროს გაცხადდება ის, სად დამალა იერემიამ აღთქმის კიდობანი და ეს სიწმინდეები. გესმით? და ეს ამბავი, რომ ისრაელში გავრცელებულია, რომ მესია გამოჩნდა, იესო ნაზარეველი, შეიძლება მესია იყოს, შეიძლება ეს არის ქრისტე, ფიქრობენ რომ ესე იგი იერემიაც უნდა გამოჩნდეს ამ დროს, რომ გვაჩვენოს სად არის აღთქმის კიდობანი. სად დამალა მაშინ ის, რომ მე დაკარგეს, იმიტომ რომ დაიკარგა ის ხალხი აღარ არსებობს, ვინც იცის სად და შეინაღა და ფიქრობენ ეს, რომ თუ მესია არის, ესე იგი იერემიაც აქ უნდა იყოს სადმე, იმიტომ რომ გვაჩვენოს ის ჩვენი ტაძრის სიწმინდე, იმიტომ რომ ამ დროს თქვენ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ დროს იერუსალიმის ტაძარში საკურთხეველი აბსოლუტურად ცარიელია. გესმით? საკურთხეველში წმინდათა წმინდაში, ბუდიში, წმინდა საკურთხეველი იყო, სადაც წვავდნენ მსხვერპლს, მაგრამ წმინდათა წმინდა, სადაც აღთქმის კიდობანი იდგა და დიდი სიწმინდეები, ის ცარიელია, რადგან ბაბილონის შემოსევის და განადგურების დროს დაიკარგა ეს სიწმინდეები და ნახეთ, ზოგს იერემია გონიხარ, რომ ამიტომ ეუბნებიან, რომ მესიის წინ იერემიაც გამოჩნდეს, ეს არის ხალხური რწმენა. ბიბლია ამას არ ამბობს. ეს მაკაბელთა წიგნები, რაც მე ვახსენე, აპოკრიფებია, არაკანონიკური წიგნებია, გესმით? ეს არ არის შეტანილი ბიბლიის კანონში. და ამიტომ ასე პასუხი მათედა, თქვენ ეუნება ქრისტე, თქვენ ჩემოწაფეებს, თქვენ ვინ გონი ვართ მე? და სიმონმა იგივე პეტრე, როგორც ყველაზე თამამმა და ყველაზე მოშურნემ, შენ ახარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთის. შენ ახარ ქრისტე, როგორ ეტყოდა, ადრეც კითხეთ იმას, როგორ ეტყოდა? შენ ახარ მასიახი, შენ ახარ ცხებული მეფე, შენ ახარ მასიახი, ცხებული მეფე, ცოცხალი ღმერთის ძე. და უთხრა ქრისტე ეუბნება, რომ შენ ნეტარი ხარ, პეტრე, რომ ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა, ანუ კაცობრიوما ბუნებამ, კაცობრიوما გონებამ, კაცობრიوما აზროვნებამ კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციურმა მამამ. გესმით? აი ეს ჩვენც უნდა გვახსოვდეს. თქვენ გწამთ, რომ ქრისტე ძე ღმერთია. გწამთ? როგორ მიხვეით მაგ რწმენამ? ღმერთმა გაგვიცხადა. არ არსებობს სხვანაირად. მე ჩემს ბევრი მიფიქრია ამ მუხლზე და ჩემი ცხოვრების ეტაპებში ვეძებდი ხოლმე ამას. მე იმ დროიდან, როცა მე დავრწმუნდი, რომ ქრისტე არის ძე ღმერთი, მე არ ვიცი როგორ მივედი ამ რწმენამ. ეს მართლა ღმერთის გამოცხადება ყოველთვის, გესმის? აი რწმენა, რომ ქრისტე არ არის ადამიანი,
ის არის ზე ღმერთია მასში, ეს არის ღმერთის გამოცხადება მხოლოდ და მხოლოდ. გესმით? ვერც ერთი უჩვიანესი ფილოსოფოსი თუ მას რწმენა არ აქვს და ღმერთმა თუ არ გაუცხადა, ხო არიან დიდი გონებანი ძალიან ამ სოფლიოში, ხო? დიდი ინტელექტები. ვერავინ ვერ მივა ამ რწმენამდე თუ მამა ღმერთმა უხილავად ჩვენეს არ გაგვიცხადა. გესმით? აი ამას ეუბნება ქრისტე, რომ შენ ბედნიერი ხარ. ნეტარი ამას ბედნიერი ხარ შენ სიმონ იონაზეო, ბარ იონა ნიშნავს იონაზეო, რომ მამამ ჩემმა ზეციურმა გაგიცხადა ეს და მე გეუბნები შენ ხარ კლდე. შენ ხარ პეტროს ნიშნავს კლდე ბერძნულად, ხო პეტროს. აი პეტროლიუმ აქედან მოდის. პეტროლიუმ რას ნიშნავს? კლდიდან ზეთი. პეტროლიუმ რა არის? ნავთობი, ხო? კლდის ზეთი არის პეტროლიუმ ამას ნიშნავს. შენ ხარ პეტროს და შემდეგ წერია ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და შემდეგ წერია ამ პეტროს არის მამრობითი, პეტრა არის დედრობითი, ხო ეს ბერძნული სიტყვა, ხო პეტროს და პეტრა. ანუ როგორ ჩანს ეს პეტროს და პეტრა ერთი და იგივე არ არის, გესმით? ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს, როგორც კათოლიკები ამბობენ, რომ პეტრეზე ააშენა ქრისტემ ეკლესია. იმიტომ რომ რომის პაპი ხომ პეტრეს მემკვიდრედ ითვლება, ხო ასეა? და კათოლიკების თავი მოქონდათ ხა არ მგონია დღეს კიდე ამას ამბობდნენ, რომ ჩვენ პეტრეზე დააშენა ქრისტემ ეკლესია, აი პეტრეზე, მაგრამ ასე არ წერია, შენ ხარ პეტროს, კლდე ხარ შენ, შენი აი ამ სიმტკიცით, შენ ხარ კლდე, მაგრამ ამ პეტრაზე, ანუ ამ რწმენაზე, აი ამ ღმერთკაცობის რწმენაზე მე დავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭეები ვერ მოერევიან მას. ხო გასაგებია? გესმით? პეტრეზე კი არ დააშენა, იმიტომ რომ კლდე თვითონ ქრისტეა, რაზეც ეკლესიაა დაშენებული. გესმით? ბატონო? ლოდი ის კლდე თავად ეკლესია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეუნება შენ კლდე ხარ? კეფაც ხო ამას ნიშნავს, კლდეს ნიშნავს კეფას. კეფა ხო პეტრეს მეორე სახელი იყო. არამეული სახელი, ხო კეფა. და შენ კლდე ხარ, აი ამას რომ ამბობ და ნეტარი ხარ, მაგრამ აი ამ რწმენაზე მე ჩემს ეკლესიას ავაშენებ და ჯოჯოხეთის ბჭენი მას ვერ მოერევიან. ჯოჯოხეთის ბჭენი რას ნიშნავს, როგორ გონიათ? რა არის ჯოჯოხეთის ბჭე ვერ მოერევა მას? ჯოჯოხეთის ბჭე არის სიკვდილი, მარადიული სიკვდილი. ხო? მარადიული სიკვდილი, აი ძალაუფლება, ჯოჯოხეთის ძალაუფლება. იმ ჯოჯოხეთის ძალაუფლება არის სიკვდილი ჩვენზე, ხო? ქრისტემ დე ჩვენ მარადილ სიცოცხლეში ვერავინ არ შევიდოდით. და ეკლესიაში ვინც გაერთიანდება ამობს ქრისტე, ჯოჯოხეთს არ ექნება მასზე ძალაუფლება. ხო? ჯოჯოხეთს. აი, ძალიან კარგი შედარება ასეთი რომ ქალაქის სიმტკიცე რაში გამოიხადა, ქალაქს ხვადრე გალავანი ჰქონდა. ხო? გალავანი. მაგრამ სად უტევდნენ ხომ? მტერი სად უტევდა ქალაქს? სადა? ბჭებს შეანგრევდი, ესე ქალაქი დაცემულია. ანუ ბჭე თუ ძლიერი ჰქონდა ქალაქს, ესე იგი ძლიერი ქალაქი იყო. ანუ ჯოჯოხეთის ძალაუფლება, ჯოჯოხეთის ბჭე ასე ქვია მას. მაგრამ ამ ჯოჯოხეთს არ ექნება ძალაუფლება ჩემს ეკლესიაზე. რომ მე მას მივცემ მარადიულ სიცოცხლეს. და ეუბნება, მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ცაშიც. მოგცემ შენ სასუფევლის გასაღებს. რას ნიშნავს ეს? აი, ნახეთ, იესაია წინასწარმეტყველის 22 თავი. რომ ისევ ბიბლია გვიხსნის ბიბლიას. იმიტომ რომ ჩვენ თუ კარგად ვიცით ბიბლია, გასაგებია, როცა ვკითხულობთ უკვე ახალ აღთქმის წიგნებს. ნახეთ, ეს არის შემთხვევა, როცა ღმერთი განრისხებულია იერუსალიმზე, ხიზკია მეფეზე განრისხებულია და მის მინისტრზე ერთ-ერთზე შებნა ერქვა იმ კაცს და ეუბნება, ასეთ სიტყვებს ეუბნება. აჰა, დაგამხობ სუფალი ძლიერი დამხობით და დახჭმუჭნის. ღმერთი ეუბნება ამ დროს რომ ეგვიპტეს ნუ უკავშირდებით. ეგვიპტე დაღუპავთ თქვენ, მოისმინეთ ის, რასაც გეუბნებათ იესაია. და იმ დღეს, თქვენ რომ დაგამხობთ ეუბნება ღმერთი. გადაგაყენებ ჩემი სამსახურიდან და გადავარდები შენი ადგილიდან, აი ამ მინისტრს ეუბნება. რადგან არასწორი გზით მიყავს პოლიტიკა, ასე თქვა.
იმ დღეს მოუხმობ ჩემ მორჩილ ელიაკიმს ხილკიახუს ძეს და შენი შესამოსლით შევმოსავ შენ სარტყელს შემოვარტყამ ხელში ჩავაბარებ შენს ძალაუფლებას ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის მხარზე გადავკიდებ დავითის სახლის გასაღებს და მის გაღებულს ვერავინ დაკეტავს და დაკეტავს და ვერავინ გააღებს ნახეთ ძალაუფლებას მივცემ და მხარზე გადავკიდებ გასაღებს დაკეტავს და ვერავინ გააღებს და ვერავინ დაკეტავს ანუ ჩემ ღმერთის ძალაუფლებას მივცემ იმას ვისაც გასაღები ექნება ხელში და ბატონო სულიერი ძალაუფლების გასაღები ექნება პეტრეს ამას ეუბნება ზუსტად სულიერი ძალაუფლების მაგრამ ეს ძალაუფლების გასაღები ეკლესიას აქვს პეტრეს იმიტომ აქვს რომ ის არის ეკლესიის მოციქული ეკლესიის მასწავლებელი ეს არის ცოდვათა გახსნის ძალაუფლებაც ცოდვათა მიტევების ძალაუფლებაც სწავლების ძალაუფლებაც მოძღვრების ძალაუფლებაც ხო რომ ის რო იტყვის მართალია ჭეშმარიტია აი ამას ეუბნება ქრისტე რომ მოგცემ გასაღებს სასუფეველის გასაღებს და რასაც დაკეტავთ აქ ღმერთთან აღიარებული იქნება რასაც შეკრავთ აქ ისიც აღიარებული იქნება ღმერთთან აი მაგალითად რა არის ამის საუკეთესო მაგალითი მაგალითად ვიღაცა გამოჩნდა მღვდელი ეკლესიაში აი ხო შეიძლება მოხდეს ასე ხო ისტორიაში ყოფილა ხოლმე რომელიც ამახინჯებს სახარებას ბიბლიას ამახინჯებს ეს მღვდელი თუმცა მღვდელია ასწავლის შეცდომით ხო აი რაიმე დოგმატურ საკითხს ამახინჯებს მაგალითად აი ქრისტეს ორ ბუნებოვნებას ხო ამახინჯებს რა უნდა ქნას ეკლესიამ ამ დროს რა უნდა ქნას ეკლესიამ რა ქნას იმ გასაღებით რომელიც მისცა მას ღმერთმა შეკრას და ღმერთთანაც აღიარებული იქნება ის გესმით ოღონდ ეს გასაღები მასა აქვს ვისაც ვინც პირუთვნელად წმინდად იცავს რჯულს თუ ვიღაცა აი ამ სიწმინდეს შეურაცხყოფს ჩაკეტავს ეკლესია მას და დამთავრდება ზესაში ჩაკეტილია და ვერავინ გახსნის მას აი ასე ექცეოდა ეკლესია ერეტიკოსებს გესმით აი მაგალითად ვინც დაამახინჯა ქრისტიანობა და ისე ასწავლიდა აი ამ ძალაუფლებაზე ელაპარაკება მათ ქრისტე ხო და კიდევ ერთი ადგილია იუდეველთა აი ამ ზეპირ სიტყვიერება გადმოცემაში იყო ესეთი რწმენაც რომ 70 წელს როცა რომაელებმა დაანგრიეს იერუსალიმის ტაძარი მოგახსოვდეს აი ქრისტეს ჯვარცმიდან დაახლოებით 38 წლის შემდეგ 70 წელს ტიტე იყო მხედართმთავარი რომელიც ლეგიონებით ალყა შემოარტყა ეს 2 წელი გრძელდებოდა ეს ალყა 3 წელი და ბოლოს დაანგრიეს საზირკვლამდე ტაძარი აი ამ დროს როცა ტაძარი ნადგურდებოდაო ეს იუდეველთა მღვდლები მღვდელმთავარი და მღვდლები ავიდნენ ტაძრის სახურავზეო და შეღაღადესო ღმერთსო გასაღები უჭირავთ ტაძრის გასაღები უჭირავთ ხელშიო და იცია რომ დაღუპვა უეჭველი დაღუპვა გარდაუვალია ტაძრის და ეს გასაღებიო ზეცაში ისროლესო ეს ზეპირ სიტყვიერებაშია ეს მოგონება და უთხრეს უფალო ზეცათა მეუფეო ჩვენ ვერ მოუვარეთ ჩვენს ტაძარსო შენი გასაღები კი ჩაგვაბარე ჩვენ მაგრამ ჩვენ არ აღმოჩდით კარგი მცველები შენი ტაძრისო და აჰა შენი გასაღები შენ თვითონ დაიცავი შენი ტაძარიო გესმით გასაღები რაც მათ ჰქონდათ ტაძრის ღმერთს უბრუნებენ რომ იქნება ღმერთმა მაინც გადაარჩინოს თავისი ტაძარი მაგრამ გარდაუვალია ტაძრის დაღუპვა აი იმის გამო რომ ქრისტე მოკლეს ქრისტეს კვლელობის გამო ჩამოერთვათ მათ ტაძრის გასაღები და რომ დაანგრიეს 70 წელს ის ტაძარი დღემდე დანგრეულია ნუ დგას რაღაც ახლა მუსლიმთა სალოცავი და ნახეთ ზაქარია წინასწარმეტყველთან არის ეს ადგილი მე-11 თავში ეს მინდა გაჩვენოთ აუცილებლად იმიტომ რომ შემდეგ როცა თქვენ ამას მოусმენთ განმეორებით აი თუნდაც ზაქარიას მე-11 თავი რომელიც მე გეუბნებით რომ ეხება ტაძრის დანგრევას თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ და ცალკე ეს თავი წაიკითხოთ და გაიმტკიცოთ რწმენ ნახეთ აი ესე იწყება ეს თავი მე-11 თავი გააღე ლიბანო შენი კარი რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები გააღო ლიბანი იყო ისრაელის მეზობელი ქვეყანა ხო
რა შუაშია ლიბანი? მაგრამ ეხლა აგიხსნით რას ნიშნავს? გააღე ლიბანო შენი კარი, რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები. ივალალე ალვაო, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი. ივალალე ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი. ეს ყველაფერი სიმბოლიკა. ლიბანს ეძახდნენ ტაძარს. რადგან ლიბანში არის მთები, რომელიც მარათოლიანი მთებია და რომ შორიდან ჩანს ეს, როგორც კავკასიონს ჩვენ უყურებთ ხომ ქათქათაა და მზის სხივები თუ ანათებს ოქროსის აქვს, ხო, მოკროვილი გვირგვინივით ბზინავს ეს ისინი მყინვარები, ხო? და ლიბანში ასე ჩანდა მთები და მათი იერუსალიმის ტაძარიც ესე გამოიყურებოდა. თეთრი იყო სულ და ოქროთი მოვარაყებული გვირგვინი ქონდა სახურავზე, ესეთი არში ვარაყები ქონდა სახურავზე. და ლიბანი ერქვა ტაძარს. და ეუბნება, გააღე ლიბან შენი კარი, ზაქარია ამას წერს 7 საუკუნით ადრე, გესმით? გააღე ლიბან, წინასწარ მეტყველებს რომ ტაძარი დაიქცევა აუცილებლად. აუცილებლად დაინგრევა ეს ტაძარი და ცეცხლმა შეგიჭამო შენი ნაძვები. ნაძვები კი არიან ღვთაებრები, ღვთლები, ვინც არიან. რომ ცეცხლი წაიღებს ყველაფერს. და ეს მართლაც აღსრულდა და ზეცაში მოისროლესო გასაღები, რომ ჩვენ ვერ დავიცავით ეს ტაძარი და შემდეგ ნახეთ, იმათ ჩამოერთვათ ეს გასაღები და ქრისტე აძლევს ნამდვილ მის ეკლესიას პეტრეს სახით მოგცემ სასუფეველის გასაღებს. ხედავთ? აი, ჩვენ ახლა ასეთი დიდებულ კრებულში ვართ ყველანი. მას აქეთ 21 მუხლი. ნახეთ, 20 მუხლი ჯერ. მაშინ უბრძანა მათ იესომ მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესო ქრისტე. ხო უცნაურია. უბრძანა მათ, რომ არავის უთხრან, რომ ის არის ეს, რატომ, როგორ გონიათ, რატომ? პასუხი რა არის ამას? კაცო, კი არა, ხო უნდა უფრო უნდოდეს უფალს, რომ პირიქით უთხრან, რომ აი ეს არის იესო ქრისტე. რატომ? როგორ? იმათ უკვე უნდა ხედავდნენ და ვერაფერს დაინახავენ, ესმით ვერაფერს გაიგონებენ და ვერ გადარჩებიან. მათთვის დაკეტილია დაიხურა წყალობის კარი. ძალიან საშინელი ადგილია ესა მოსასმენად, ხო? მაგრამ ღმერთი თურმე ასე მოქმედებს. ეს უკვე არის მოახლოებული ჯვარცმა, ხო? აი სადღაც მე-3 წელთან ვართ მისული. 2 წელიწადი უფალი დადის, ქადაგებს, აჩვენებს სასწაულებს, აჩვენებს ამ დიდებულებას, ძალას და არ უნდათ. ეხლა ეუბნება უფალი, არ უთხრათ, რომ მე ვარ მესია. ჩვენ ცხოვრებაში გამოგვიცდია. გადით ურწმუნოს, ვისაც ზულს ღმერთი. აუხსენით რაც გინდა ყველა. მაინც გეტყვის რომ არ უყარს, არ უნდა. ამიტომ არ უთხრა მას, რომ იესო არის ქრისტე. გესმით? ღმერთმა ზუსტად იცის, ვინ გაუღებს მას გულისკარებს და იმასთან მიდის. ამიტომ აი ეს არის ამისთვის სამაგალითო არის ეს. მას აქეთ მე რომ ადრე პატარა რო ვიყავი, როცა ეკლესიაში დავიწყე, ვერაფრით ვერ ვიგები ამ ადგილებს. როცა ქრისტე ამბობს, რომ არ უთხრათ, რომ მე ვარ ქრისტე. ვერ ხვდებოდი, რას ნიშნავს ეს? რატომ არ უნდა უთხრან? პირიქით მორწმუნოს უფრო არ უნდა უთხრათ, რომ გაიგოს? არა. მაგრამ ერთი ამბობს, მე მაგათთან ბევრჯერ დავაკაკუნე. მე მაგათთან ბევრჯერ ვიყავი მისული. მე მაგათ ბევრჯერ ვაჩვენე და ხელი მკრეს. ამიტომ დამთავრდა დაიკეტა მათთვის წყალობის კარი. ახლა როგორც ყრუები და როგორც ბრმები ისე არიან, ამიტომ დაანებეთ მათ თავი. აი ასე უნდა ასე ვასწავლით ჩვენს ეკლესიას. ამის აქეთ დაიწყო იესომ თავის მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და წიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი და აღმდგარიყო მე-3 დღეს. მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კითხვა დაუწყო და უთხრა, შორშენგან უფალო, ღმერთმა ნუქნას ეგ. ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა, გამშორდი სატანავ, ჩემი საცდური ხარ, რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. და დაიწყო იესომ საუბარი. ნახეთ, გამოაცხადა პეტრე მის ზეციურ მეფეთ, ცხებულ მეფეთ, ხო უცნაურია, როგორ ებმება ერთმანეთს.
ქრისტემ უთხრა რომ ნეტარი ხარ რომ შენ იცი ეს რომ მე ცხებული მეფე ვარ, ქრისტე ცხებულ მეფეს ნიშნავს. ეუბნება რომ ძალაუფლებას გაძლევ შენ, ამის შემდეგ ეუბნება რომ მოვიდა ის დრო რომ იერუსალიმს უნდა ავიდე, დავითმინო მრავალი ტანჯვა, უხუცესთან მღვდელმთავართან და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ უნდა მიუცე ჩემი თავი და მოკლან და აღდგეს მესამე დღეს. შეეფერება ხა ეს მეფეს. ხო უცნაურია. ამიტომაც პეტრე რომელიც შეაქო, აი წინა ორი წუთის წინ პეტრემ შეაქო, ქრისტემ შეაქო პეტრე რომ ნეტარი ხარ რომ აი შენ ამას მივხვდი, ჩვენ ხო ესე გვემართება ხოლმე ხანდახან რომ შეგვაქებენ, ცოტა მე ატაცებულები ვართ ხოლმე ამ ქებით, როგორც ჩანს და პეტრემ როგორც ჩანს გონია მას რომ ბევრი იცის უკვე, როგორც ჩანს ნეტარია რომ ეს შემეცნება აქვს და გაიყვანა გვერდზე ქრისტე. და უმტკიცებს რომ შორს შენგან უფალო, ღმერთმა დაგიფაროს, ამას ეუბნება. ღმერთმა დაგიფაროს, რას ქვია? მეფე ხარ, ისრაელში მოხვედი და უნდა მოკვდე ახლა? პეტრე არ ესმის არც პეტრეს ეს როგორ უნდა მოხდეს რომ ჯერ ტანჯვა და შემდეგ დიდება. რადგან ისრაელში ამ დროს გავრცელებული იყო პირველი შეხედულება. ნახეთ, ბიბლიაში ჩვენ ხო ანდრე ამაზე გვილაპარაკია. ისრაელში ბიბლიაში უბრალოდ ბიბლიაში ორივეს ვხედავთ ჩვენ. ორივეს. ტანჯულ ქრისტეს და დიდებულ ქრისტეს, ხო? აი ძველ აღთქმას გულისხმობ მე, რომ და ებრაელებისთვის ახლა ეს გაუგებარი იყო. ისინი ხო ერთ მოსვლას ელიან ქრისტესას, ხო? ისინი მესიის ერთ მოსვლას ელიან და რატომ ჩანს ბიბლიაში ზოგან ტანჯულია ეს მეფე და ზოგან დიდებულია, ხო? მაგალითად დანიელ წინასწარმეტყველის მე-7 თავში წერია რომ ვიხილე ის რომ მოდიოდა ღრუბლებით დიდებული და მიიყვანეს მეფესთან, ღმერთთან მიიყვანესო ისო ქრისტე და მიეცა მეფობა მსოფლიოს ყველა სამეფოზე და ყველა ხალხს. ხო? მაგრამ ზოგადღილას წერია რომ მას მოკლავენ. ამოფხრიან. აი იგივე დანიელის მე-9 თავში წერია რომ მესია როცა მოვა ამოიძირკვება, ამოთხრიან, აი ამოძირკვავენ და მოკლავენ მას, ხო? აი მაგალითად ნახეთ ეს ადგილი მინდა გაჩვენო თქვენ. იესაია წინასწარმეტყველი. ერთ თავში არის ორივე ნათქვამი. აი ნახეთ. ესაიას 53 თავი. მე მგონი ჩვენ ადრეს განვიხილოთ, მაგრამ შეიძლება ბევრი რამე აღარ გახსოვს. ხო წერია ესაიას 53 თავი არის სახარება ძველ აღთქმაში. წერია საძულველი იყო კაცთაგან და ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათთაგანი, ვისაც პირს არიდებენ, საძულველი იყო და არად ვაგდებდით. და მათი რაბინები ამას ყოველთვის განმარტავდნენ ასე რომ ეს ლაპარაკია მაშიახზე, ცხებულ მეფეზე, ხო? საძულველი, ათვალწუნებული, გატანჯული, სნებამორეული და არად ვაგდებდით მას ჩვენ. ანუ არ ვაქცევთ ყურადღებას. ნამდვილად კი მანიკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი. ჩვენ კი გვეგონა ღვთისაგან იყო ნაცემ ნაგვემი და დამცირებული. ნაცემ ნაგვემია და დამცირებულია. და ისეთი საზარელი შესახედი იყო, რომ თვალს ვარიდებდით. ანუ ჯვარზე, ხო, წარმოგიდგენიათ როგორი ნაცემი და ის იყო დასახიჩრებული, რომ თვალს ვარიდებდით. აი ხო წავიკითხეთ ჩვენ მეორე მუხლში. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი და ჩვენი უკეთურებისთვის დალეწილი. მეფე დაჭრილი და დალეწილი, ხო? აი ნახეთ. და ჩვენი სიმრთელისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. წყლულები აქვს და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენგანი ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეყარა ყოველ ჩვენქანის უკეთურება. ჩვენი სიმძიმე და უკეთურება მას დააკისრა ღმერთმა, მეფეს. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე. რომელი მეფეა ნებული და წამებული? კრავით დასაკლავად მიიყვანეს და როგორც ხვარი დუმს სპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. მეფე მიიყვანეს
ცხვარევით დასაკლავად. თან ეს უბრალო მეფეზე კი არის ლაპარაკი, მათ წარმოდგენაში ცხებული მეფე არის მარადიული მეფე, რომლის მეფობაც არ დასრულდება არასდროს, გესმით? ახლა მეფეები უწამებია, თავიც მოუკვეთავთ, ხო გასაგებია, მაგრამ იუდეველთათვის ცხებული მეფე ეს არის ისეთი ცნება, რომელიც იქნება მარადიული მეფე. აი როგორც დანიელის მე-7 თავშია, მიეცა მას მარადიული მეფობა ყველა სამეფოზე დედამიწაზე. ამავე მეფეზე წერია, რომ დასაკლავად მიიყვანეს ცხვარევით და ხმას არ იღებსო დუმს, როგორც ცხვარი მპარსველთა წინაშე. საპყრობილიდან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა, ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა. მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით, საფლავი მისცეს მას ბოროტეულთა გვერდით, ვისთან ერთად აწვეს იგი ჯვარს? ორ ავაზაკთან და იმათთან ერთად დამარხეს სადღაცო. და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, დიდარი კაცი იყო მასთან მის სიკვდილში. ვინ იყო ის დიდარი კაცი? იოსებ არიმათია და ნიკოდემუსი, როცა მდიდარი ჩამოხსნეს ჯვრიდან, ხო? რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა, უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეყარა. ნახეთ, სნება შეყარა და მოკვდა. საფლავში დადეს მოკვდა. და შემდეგ გრძელდება ეს წინასწარმეტყველება, ლაპარაკობს ისე როგორც ცოცხალზე. უყურეთ ახლა, როცა გასწირავს მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, ნაგრამი რა არის? თავის ნაშიერებს, თავის შთაომავლებს. იხილავს იგი თავის ნაგრამს, ხო, გვარია საფლავში წევს, მაგრამ აი ამ მსხვერპლის შემდეგ ის იხილავს თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები და უფლის ნება მისი ხელით წარიმართება. მისი დღეები გაგრძელდება, ანუ იცოცხლებს. ანუ აქ აღდგომაზეა ლაპარაკი. საფლავში დადეს და ამ მსხვერპლის შემდეგ გაუხანგრძლივდება დღეები და უფლის ნება, რაც მას უნდა დედამიწაზე, მისი ხელით წარიმართება. თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავს და დაამდება. იხილავს, რომ მისვამ მსხვერპლმა ასეთი სიკეთე მოუტანა ადამიანებს, ზღმერთზეა ლაპარაკი, დაამდება, მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილი და სხვათა შეწოდებებს იტვირთავს. ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს. ამიტომ მრავალში, აი ამ მთელ მსოფლიოს სამეფოებში ექნება მას წილი და გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი, ცოდვილთა შორის შეირაცხა, მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა. ხედავთ, აი ერთ თავში ორივეა ნათქვამი, ხომ? ნაწამები, ნატანჯი და მოკლული და შემდეგ გაახანგრძლივდა დღეები, იცოცხლა და ნახავს თავის ნაგრამს. ან ხედავთ, ხესმით, ამიტომ იუდეველებს შორის ეს ორივე იყო, ორივე სახე ქრისტესი და არ იცოდნენ რომელია, და ამბობდნენ, გამოსავალი რა იპოვეს მათმა რაბინებმა, ნახეთ, რომ აი სანჰედრინია, ეს ტრაქტატი წერია, რომ თალმუდში, რომ ეს ასე უნდა გავიგოთ. თუ როცა მოვა ქრისტეო, ჩვენ ღირსეულები ვიყავითო, ღირსეულები დავხვდითო, მაშინ მოვა დიდებითო. და თუ უღირსები ვიყავით მისი მოსვლისთვისო, მაშინ მოვა ტანჯვისთვის. მართალია. უღირსები იყვნენ და ამიტომ იტანჯა, მოკვდა მათთვის და მეორედ უკვე მოვა დიდებით და ის ნატამალი ისრაელის, ვინც იწამებს მას, ისინი მართლა ღირსეულები იქნებიან და დახვდებიან ისრაელში თავიანთ მესიას. ხო გასაგებია. აი ამიტომაც პეტრეც როგორც ჩანს, აი ამის გავლენის ქვეშა და ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა მოკვდეს ეს მარადიული მეფე. და შეკიცხავს, რომ ნუ უფალო, ნუ ღერთმა დაგიფაროს და ქრისტემ როგორც შეაქო, წეღან რომ ნეტარი ხარ, ახლა რა შეუნება? განვეთ ჩემგან სატანაო. სატანა გალაპარაკებს, რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას, რადგან ღმერთს სურდა, რომ ეს ასე მომხდარიყო. ჯერ ტანჯვა მისი და გამოსყიდვა ადამიანებს მის სიკვდილით და შემდეგ დიდება, როცა მეორედ მოვა. დიახ. სასტურჩემ დამოსულა, ხო, ჩემი საცდური ხარო, კი?
კი, ზუსტად მასე, აი მაგას გვასწავლის რომ პეტრე მიუხედავად ამისა რომ ნეტარია და ბევრი რამე შეიცნო ღმერთისგან, როცა აცდება ღმერთის ნებას და არ ესმის ღმერთის ნება, სატანა გიყენებს შენ სასტურისათვის. ზუსტად ესეა. გესმის? მაშინ გვამარცხებს ჩვენ სატანა და მაშინ გვალაპარაკებს, გვაკეთებინებს სულს, როცა ღმერთის ნებას არ ვიცნობთ. ნუ გასაგებია ხა პეტრესთვის რთული იყო ეს ძალიან, ამის შემდეგ კი მიხვდა ის თავად ყველაფერს, მაგრამ ეს იმას ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ გვიყენებს ეშმაკი, როცა ჩვენ ზუსტად არ ვაზროვნებთ, როგორც მამარდაშვილი ამბობს, ხო? ფილოსოფიაში ჩვენი, როცა ზუსტად არ ვაზროვნებთ, ეშმაკი გვიყენებს ინსტრუმენტად. აი ზუსტად ამის მაგალითია ეს. აი ზუსტად ეს არის. და ნახეთ, აი და მესამე დღეს უნდა აღდგესო, აი მე ვიცი რომ დაიღალეთ, მაგრამ ზღვამთავრებ უკვე ბევრი აღარ არის. მესამე დღეს უნდა აღდგესო. აი ესეც დროის ნიშანია. წესით ამასაც უნდა მიხვდარიყვნენ ისინი. მისი მოციქულების და სხვაებიც. სადმე ნათქვამია ბიბლიაში, რომ მესამე დღეს უნდა აღდგეს ის მოკლული მესია. აი ჩვენ ხო ნახეთ იესაიას 53 თავში, რომ მოკლავენ და გაცოცხლება, ხო, იძოცხლებს. აი მესამე დღეს რომ უნდა აღდგეს. სადმე არის ბიბლიაში? ძველ აღთქმაში, ხო? ხო, აი კარგია, ერთი მაგალითი იონა. აი იცი როგორი გაკვრით არის, მინიშნებებია რამდენიმე და ერთი ნამდვილი წინასწარმეტყველება ამაზე, რომ მესამე დღეს უნდა აღდგეს. აი იონა, რომ 3 დღე იყო ეშაპის მუცელში და შემდეგ გადარჩა, ხო? აი მაგალითად ოსია წინასწარმეტყველის მე-6 თავი, მინდა გაჩვენოთ ეს. ოსია მე-6 თავის მეორე მუხლი, ნახეთ რას ამბობს? წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვლიჯა და თავადვე გაკურნავს. მან დაგჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობებს. ის გაგვაცოცხლებს 2 დღის შემდეგ და მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე. ასე ამბობს პირდაპირ. ანუ ისრაელის განსასწრელზე აქ ლაპარაკი, რომ ისრაელი კი განუდგა ღმერთს, მაგრამ მივიქცეთ უფლისკენ ამბობს, მან დაგვსაჯა, დაგჭრა, მაგრამ 2 დღის შემდეგ გაგვაცოცხლებს და მესამე დღეს აღგვადგენს. და ამას როცა განმარტავდნენ მათი რაბინები, ესეც მათ გადმოცემაშია, რაბინულ ლიტერატურაშია, რომ ამბობდნენ, რომ ღმერთიო 3 დღეზე მეთხანს არ ტოვებს მის მორწმუნეს განსაცდელში. 3 დღეზე მეც მართალს არ დატოვებს განსაცდელში და ჩვენ ბიბლიაში გვაქვს აი ამისი მაგალითები, რომ აი მაგალითად ძველ აღთქმაში ახსოვთ იოსები რო გაყიდეს ძმებმა ეგვიპტეში. ეგვიპტეში რო წაი. შემდეგ იოსები აღზევდა, ხო? და შიმშილობის დროს მისი ძმები მასთან მიდიან, ხო? და იოსებს არ უნდა რომ იმ წუთში უთხრას მის ძმებს რომ ის იოსებია, რომელიც გაყიდეს ახალგაზრდობაში. და დააჭერინებს ამათ იოსები, თქვენო შპიონები ხართო, სტოვრები ხართო თქვენო, იქიდან მოსულებიო და ჩაყრის საპყრობილეში და თვითონ ტირის რო თავის ძმებს რო დაინახავს, იმიტომ რომ უყვარს ეს ტირი შებრუნდება გავა დარბაზიდან სამეფო კაცია და ტირის დაიბანს პირს შემოვა და ისე ელაპარაკება ამ ძმებს. მაგრამ რომ ამათ აგრძნობინოს, რომ დიდი დანაშაული ჩაიდინეს, რომ გაყიდეს იოსები, მათი უმცროსი ძმა, 3 დღეს ჩააყრევინებს საპყრობილეში. მხოლოდ 3 დღეს, მეც არა, იმიტომ რომ ვიცის რომ 3 დღე საკმარისია განსასწრელი უფლისნა და ისინი ნანობენ, ძმები ნანობენ და იოსებმა ხო ებრაული იცის. და ეს ძმები ერთმანეთში ლაპარაკობენ. ეს ეუნება თქვენ სტოვრები ხართ, თქვენ შპიონ ჯაშუშები ხართ, იმით და ისინი ფიქრობენ, ეუნება რომ იოსები ეუნება რომ თქვენ ხო ყავთ უმცროსი ძმა ბენიამინის სახში. წადით ის მომიყვანეთ, თორე ისე არ გაგიშვებთ აქედან ეუნება. გესმით და ესენი რას ამბობენ ხა საინტერესოა. აუ ხედავთო, აი იოსები რო გავყიდეთო მაშინო, იმისთვის ვისჯებითო. ნანობენ. ეხლაო როგორ უთხრათ მამა ჩვენს რომ ის უმცროსი ძმა ბენიამინიც უნდა წამოიყვანოთ და იოსებს ხო ესმის ებრაული მათი და გავა ატირდება შემოვა, იმიტომ რომ ხდება რომ ნანობენ ესენი ამ განსასწრებულში და ამიტომ 3 დღეზე მეც არ დაატყოვებინებს და მე გაუშვებს ისე რომ უფროს ძმას დაიტოვებს და ბოლოს მიიღებს რა თქმა უნდა თავის ძმებს, მაგრამ ესეთი წესია ღმერთის რომ 3 დღეზე მეც არ ტოვებს. ასევე ნახეთ ესთერის წიგნია ასეთი ძველ აღთქმაში, ეს არის ეხება, როცა გენოციდს უწყობენ ებრაელებს სპარსეთის იმპერიაში და ესთერი არის დედოფალი, რომელიც ებრაელია, მაგრამ არ იციან რომ ებრაელია, ძალიან ლამაზი ქალია ესთერი და
სთხოვენ მას დახმარებას და ეუბნება რომ ესტერი ეტყვის რომ წადით ვეცდები რომ მეფეს დაველაპარაკო ამაზე და 3 დღე ვიმარხულოთ თქვენც და მეც რომ ღმერთმა ხსნა მოგვირონოს და 3 დღის განსასწრების შემდეგ ხსნა მოდის იმ წუთში ღმერთისგან და გადარჩება ისრაელი იმ დიდ გენოციდს. ამიტომ ეს 3 დღე რომ 3 დღის შემდეგ რაღაც ხსნა მოდის ეს ძველ აღთქმაში ბევრ ადგილას გვაქვს. მაგრამ ერთი ადგილია ლევიანთა წიგნში, რომელიც პირდაპირ წინასწარმეტყველებს, რომ მესამე დღეს უნდა საფლავიდან აღდგეს იესო ქრისტე. ლევიანთა წიგნის 23 თავი ნახეთ, ვისაც გაქვთ ბიბლია, ლევიანთა 23-ის მე-9 მუხლი. როცა გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სინას მთაზე მიიღო რჯული და შემდეგ მოსე ღმერთი აძლევს მათ დღესასწაულებს. რა უნდა დღესასწაულო? 7 დღესასწაული აქვს ძველ აღთქმაში ებრაელებს. ერთ-ერთი დღესასწაული არის პირველ მომკილის დღესასწაული. აი პირველად რომ მოვა მოსავალი, ქერი, მაგალითად გაზაფხულზე, როგორ უნდა მოიქცნენ? აი რა არის დღესასწაულის ასო? ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი, როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ და სამკალს კას დაუწყებთ, პირველ მომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ. აი პირველი ძნა შეკარიყანაში არა გაქვს უფლება რომ შენ შეჭამო ის. პირველ მომკილი უნდა მიიტანო ტაძარში, ღმერთს უნდა მიართვა პირველი. შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე, ასწევს მღვდელი და შეარხევს ღვთის წინაშე, რომ მისია, ყველაფერი მისია, ღმერთის არის ყველაფერი პირველი, ამიტომ პირველი შვილებიც ხო ღმერთს ეკუთვნოდა ისრაელში. და თქვენს დასამწყალებლად, რომ თქვენ გქონდეთ წყალობა. თუ პირველს ღმერთს შესწირავთ, წყალობა იქნება თქვენზე. გადაითვალეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი თავარი ის არის, როდის უნდა შესწირონ ეს ის. აი ხო შეიძლება 2 შაბათსაც დაიწყო, 3 შაბათსაც და შაბათს, პარასკევს შაბათს არ თქონდა არ შეიძლება. აი როდის უნდა მიიტანონ ეს პირველ მომკილი მიწის ნაყოფი. ნახეთ როგორ წესია. პასექს რომ იდღესასწაულებთო, იმის შემდეგ რომ შაბათი მოვაო, იმის შემდეგ დღეს უნდა მიიტანოთ ეს პირველ მომკილი ძნაო. რამეს განიშნებთ უკვე ეს? პასექის შემდეგ რო იქნება შაბათი, იმის შემდეგ რომ მოვა ერთ შაბათი, ერთი პირველი დღე. აი იმ დღეს უნდა მიიტანოთ. რას განიშნებთ ეს? რას განიშნებთ? აღდგომას. იმ წელს, როცა ქრისტე მათ მოკლეს, ჯვარსაცვეს, პასექი დაემთხვა რომელ დღეს? რომელ დღეს იყო პასექი? პარასკევს. იმიტომ პასექი მოძრავი იყო. პასექი შეიძლება 2 შაბათსაც ყოფილიყო, 4 შაბათსაც და 5 შაბათს, მაგრამ იმ წელს პარასკევს დაემთხვა პასექი, ხომ? პასექის შემდეგი დღე შაბათი იყო მეორე დღე და მესამე დღე იყო კვირა. რომელ დღესაც უფალი აღდგა მიწიდან, აღდგა საფლავისაგან. აი ამ დღეს ებრაელებმა მოიტანეს ძნა, პირველ მომკილი და შეარხიეს ტაძარში. და ამ დროს ქრისტე მიწიდან ამოვიდა. გესმით? აი ის რომ პირველ მომკილი ძნა უნდა მიიტანონ და ღმერთს შესწირონ, ის იყო პირმშო მიწიდან, ანუ პირველი მიწიდან, ხო? ადამიანებს შორის ვინც პირველი ამოვიდა მიწიდან, ვინ იყო მარადიული ცხოვრებისთვის? ქრისტე. გესმით? და აი ეს დღესასწაული, პირველ მომკილის დღესასწაული არის პირდაპირ წინასწარმეტყველება იმაზე, რომელიც ასრულდა, რომ აი იმ დღეს, როცა პირველი მიწიდან ამოსული ხორბალი ქერის თავთავი მიიტანეს, ქრისტე ამ დროს მიწიდან აღდგა როგორც მარადიული სიცოცხლისთვის აღმდგარი ბრეთები. გესმით? ამიტომ ქვია მას პირმშო მკვდართაგან, პირმშო შესვენებულთა, ხო? ანუ მიცვალებულთაგან პირმშო, რომ პირველი რომელიც ამოვიდა მიწიდან. გესმით? ხო დიდებულია. დიდებულია და თან შეხედეთ, ხო შეიძლებოდა იმ წელს პარასკევს არ დამთხოვოდა აღდგომა, პასექი. ხო შეიძლებოდა. მაშინ ხო არ გამოვიდოდა მესამე დღეს აღდგომა. ხომ? მაგრამ გვაცოცხლებს მესამე დღეს, ხო ამოვწოსია. აი ყველაფერი, აი მთელი თაიგულია, რაც სრულდება ქრისტეს მოსვლით და მისი აღდგომით, ის რაც ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველება. ამას უკვე ქრისტე ამათ ეუბნება. მესამე დღეს აღდგები. ესენი ვერ იგებენ ჯერ, მათი სიკვდილიც კი წარმოუდგენელია მათთვის მისი, რა თქმა უნდა, აღდგომასაც ვერ იგებენ, არა ყველაფერს შემდეგ გაიგებენ. მაშინ პეტრეს ხო შერისხა
და უთხრა რომ ღმერთისას არ ამბობ შენ და არ გესმის ღმერთის ნება. და უყურეთ ნახეთ ტანჯვაზე ხომ უთხრა და სიკვდილზე და ტანჯვაზე ელაპარაკა და შემდეგ ეუნება. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს ვისაც სურს მე მომდიოს განუდგეს თავის თავს აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. აი ხომ მოისმინეთ ეს მძიმე სიტყვები რომ ტანჯვა მელის, შეურაცხყოფა მელის, სიკვდილი მელის, აღდგომა მელის. ვისაც სურს ჩემი მოწაფე იყოს, აიღოს თავის ჯვარი და აი ამ გზაზე გამომყვეს მე. დიდებაში კი არა მხოლოდ. გახსოვთ როცა იაკობის და იოანეს დედა მოვიდა და რას თხოვს ქრისტეს? ხო, შენ სამეფოშიო, შენ როცა მოხვალო, ჩემი ძეებსო, ერთი მინისტრის პოსტი და მეორე მინისტრის პოსტი მიეციო. ამას ეუნება. ხო? ამას ეუნება, რომ კარგი ადგილები, ჩაწყობას აკეთებს, რა ჩააწყოს კარგი ადგილები. და ქრისტე ეუნება არ გესმით, რას თხოვლობთ. შეგიძლიათ გაიმეორ გამომყვეთ იქ, სადაც მე მივდივარ? შეგიძლიათ ის შესვათ, ის საცმის, რასაც მე ანუ ჯვარცმა შეგიძლიათ შესვათ? კი, შეგვიძლია. მაშინ შესვით. მაშინ გამომყევით და იმ ადგილებს ვინ მიიღებს? ის ღმერთმა იცის, წინასწარ ღმერთმა იცის ეგ. და ამიტომაც აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. ჯვრის აღება. იცით ჩვენ ამაზე უკვე მეათე თავში, მათეს მეათე თავში ქრისტემ ეს უკვე თქვა, მეათე თავის 38 მუხლია, სადაც ამბობს იგივეს და იმიტომ იმეორებს ასე რამდენჯერმე უფალი ამას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ამბობს, ვისაც დედა ან მამა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი. თუ შენ დედას და მამას ვერ დათმობ ქრისტეს გულისთვის, შენ არ ახარ ჩემი ღირსი, ამბობს ქრისტე. და ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება მე, არ არის ჩემი ღირსი. და ვინც პოვებს თავის სულს, ან თავის ფსიხეს, ანუ თავის სიცოცხლის, ვისაც უნდა თავის სიცოცხლე გადაარჩინოს თავის თვითონ თავის შეხედულებების მიხედვით, ის დაკარგავს მას. და ვინც ჩემი სახარების გულისთვის დაკარგავს სიცოცხლეს, ის იპოვის მარადიულ სიცოცხლეს. მაგრამ ვინც აიღოს თავისი ჯვარი, ჯვრის აღება რას ნიშნავს? რას ნიშნავს ჯვრის აღება? ეხლა ჯვარი ყველას გვიკიდია მკერდზე, მაგრამ აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე, რას ნიშნავს? ქრისტემ ხო ქრისტემ ზუსტად როცა მანს ჯვარი აღებინეს თავისი ჯვარი და წააღებინეს გოლგოთისკენ, დამთავრებულია მისი ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, ხომ ასეა? როცა დასტირიან მას იერუსალიმელი ქალები, ხო, გზაზე რომ მიდის ეს იერუსალიმი, ქრისტემ მოუბრუნდება, მე ნუ მტირი ხარ, დედებო. თქვენი შვილები იტირეთ, ვინც აქ რჩებით. გესმით? მე კი ნუ მტირი ხარ, თქვენი თავი იტირეთ. იმიტომ რომ დიდი უბედურება ეს იერუსალიმი. და ქრისტე როცა ამ გოლგოთას გზაზე მიდის, სოფლიოში რა ხდება, უკვე არ აინტერესებს მას. სულ ერთია მისთვის, მან უკვე დაამთავრა მასთან ურთიერთობა, ერთადერთი რაც მან ახლა უნდა აღასრულოს, ბოლო ღმერთის ნება, რომ ჯვარს ეცვას, რომ გამოისყიდოს მისი მორწმუნეები, ხო? აი და მაგალითად იეჰოვას მოწმეები ამბობენ, რომ ეგ ჯვარი კი არ იყო. ეგ სვეტი იყო, ბოძი იყო, ხო? იმიტომ რომ ჯვარი რომ უარყონ ამის გამო. მაგრამ აბსურდია. ბერძნულად სტავროს რო წერია, სტავროს ნიშნავს ბერძნულში ბოძსაც და ჯვარსაც. ორივეს ერქვა ეს სტავროს. იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ აი სტავროს რო წერიაო, ზაღარებაშიო, სტავროს ბერძნულად ბოძიაო, ტყუილია. სტავროს არის ბოძიც და ჯვარიც. იმიტომ რომ ჯვარცმა ბევრნაირად ხდებოდა იქ. ბოძეც, ჯვრის ფორმისაზეც, ამიტომ ორივეს ნიშნავს. მაგრამ ქრისტემ რო აიღო თავისი ჯვარი და მიჰქონდა, რომელი მიჰქონდა მას, ეს ბოძი თუ გარდიგადმორაცი? ჰორიზონტალური, რა თქმა უნდა, რომ ის ხელ უზარმაზარი იყო, მას ვერავინ ვერ წაიღებს თვითონ. შეუძლებელია, იმიტომ რომ ის იყო დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლის ბოძი, რომელიც იქ საწამებელ ადგილას ჩარჭობილი იყო უკვე წინასწარ და როცა მიიყვანდნენ პატიმარს, ან ამაზე ზედვე ამ ბოძზე მიალურსმავდნენ, ან მას რომაელებს მრავალი ხერხი ჰქონდათ ამ წამების, ხო, ჯალათები იყვნენ, ხო? ხო და აი პატიმარს ამ გარდიგადმო ჰორიზონტალურ მორს ხრებზე დაადებდნენ, მიიყვანდნენ და ამიანა აწევდნენ ზევით, მიალურსმავდნენ ზევით და ამიანა აკაჩავდნენ ზევით, ხო? ხომ ასეა? აი ეს მიჰქონდა ქრისტეს თავის ჯვარი, ამას ქვია.
მისი ჯვარი იყო ეს. გესმით და ქრისტე ამბობს რა თქვენს ვინც ჩემი მოწაფეობა გინდათ დაივიწყეთ სოფლიოში რა ხდება. დაივიწყეთ ყველაფერი რა ხდება სოფლიოში გაქვთ კავშირი ამასთან გაწყვეტეთ და გამომყევით ჩემს გზაზე. მაგრამ კიდევ ერთი რამ იყო. როცა პატიმარს რატომ მიქონდა თავისი ჯვარი? აი რატომ? აი სიკვდილ მისჯილს რატომ აიძულებდნენ რომ თავისი ჯვარი წამოეღო მას? როგორ? სხვაებსო დაენახათ? კიდევ? როგორ? რომ შეგვა, აი სწორია. რომ ამითი, რომაელები ამბობენ, ამითი მან უნდა გვაჩვენოს, რომ ეთანხმება ჩვენს განაჩენს. გესმით? რომ ის ნებაყოფლობით ეთანხმება იმ განაჩენს, რაც ჩვენ მაგის გამოუტანთ. აი როგორც დახრტავდნენ ხოლმე პატიმრებს და ტყვის ფულს მშობლებს რო ახტევინებდნენ ხოლმე. ხო, საშინელი წესია, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ეთანხმები ამ ნებაყოფლობით იყებ ამ განაჩენს შენზე. აი ეს უნდა ეჩვენა. მართლაც ქრისტემ ეს აჩვენა. ის ნებაყოფლობით იღებს ამ სხვერპს ჩვენს გამოსასყიდად, ეს გადასარჩენად. ამიტომაც თქვენც თუ აიღებ ჯვარს და გამომყვებით მე, ნიშნავს რომ ნებით მომყვებით ჩემს გზაზე. იმიტომ რომ რამდენი ქრისტიანი იტანჯება უსამართლობისგან. ხო, ეს ხო ყველას გამოგვიცდია. იმიტომ რომ შენ ვერ ჩაიდენ ცოდვას შენ იტანჯები, ხო? ხომ ასეა? აი მაგალითად მე ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელიც ძალიან წესიერი წესიერი კაცი იყო და უნივერსიტეტში მუშაობდა მაგალითად, უნივერსიტეტში და უნივერსიტეტში კომუნისტ ბოლო წლებში, საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში იყო საშინელი კორუფცია. საშინელი. ხო ეს ფულის აღება, ჩაწყობა, ფულის მიღება, მისაღებ გამოსცემზე, საშინელება ტრიალები. ეს კაცი იყო, თვითონაც ლექტორი იყო, პროფესორი იყო და იტანჯებოდა, ღარიბად ცხოვრობდა. მაგრამ ვერ აკეთებდა ამას. არ შეეძლო ამის გაკეთება. აი არ შეეძლო როგორ ვერ წარმოედგინა მას რომ როგორ უნდა აიღოს სტუდენტისგან თანხა. ფული როგორ უნდა გამოართოს სტუდენტს ნიშანში ან იმაში გესმით და მთელი ცხოვრება აი ამის გამო ტანჯვაში გაატარა. გესმით? განა ეს ნებაყოფლობით ტანჯვა არ არის? როგორ არ არის და მრავალი კიდე ასეთი, ხო? რომ შენ თუ ვერ გადადიხარ სინდისის ხმას, შენ იტანჯებ. აი ამაზე ამბობს ქრისტე. შენ ამ დროს უნდა იცოდე რომ შენ გადევს შენი ჯვარი მხრებზე და მიყვები უფალს, ხო? აი ხშირად მორწმუნეებსაც გვაქვს ეს დილემა. აი მაგალითად ჩვენ ვემსახურებთ და უძლებსაც გვაქვს ეს დილემა. აი ჩვენ ვემსახურებით ამ საქმეს, ხო? ეხლა ამ საქმით ვერავინ დიდარი ვერ გახდება. ხომ ასეა? აი მღვდლის საქმით დიდარი არ უნდა იყოს არავინ, ხომ ასეა? ხომ მეთანხმები? აი აბსურდიც კი არა რომ მღვდელი დიდარი იყოს, ხომ ასე? იმიტომ რომ ეს არ არის საქმე, რითაც შენ დიდარი გახდები, ხო? ბატონო? არა, ნუ მე ვიცახი ზოგადად ეცის საქმეა, რომ სხვა რამეს ემსახურება. შენ ემსახურები რომ აი იმის სულით მოგადარჩინო, ამის სულს და ეს სხვა საქმეა, გესმის და შენ ამ გარკვეულწილად შენ ხო რაღაც ნაკლულება იმ გაგებთ რომ განაკლისი გაქვს ცხოვრებაში რაღაცებს შენ ვერ წდები, ხომ ასეა? მაგრამ ეს უნდა შენ გესმოდეს რომ შენ იმიტომ აკეთებ რომ შენ ჯვარი გაქვს შენი აღებული და მიყვები იმის გზას. ეს არის. ამიტომაც არ გადარდებ შენ სიმდრო თვითონზე შენ არ აკყავს უძვირფასესი მანქანა და ვიღაცას ყავს უძვირფასესი მანქანა. არ უნდა გადარდე, არ შეიძლება. ამიტომ ქრისტე გვეუბნება რომ ვისაც გინდათ გამომყვეთ, გადაწყვიტეთ, აიღეთ ჯვარი და გამომყევით მე. და ვისაც სული ხსნა დაკარგავს მას და ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, ის პოვებს მას. ეს უკვე განვიხილეთ ჩვენ. და რას გამორჩება კაცი თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ან და რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? რას მოიგებს კაცი, ანუ ადამიანი, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ან და რას მისცემს კაცი თავისი სულის გამოსასყიდად? როგორ გესმით ეს ფრაზა, რას ნიშნავს ეს? გამოსასყიდად ახლა თუ მომავალში, მეორედ მოსვლისას? ახლა.
აი რომს მოიპოვო იმდენი მილიარდი, რამდენიც არავის არ აქვს, ხო? ერთმანეთს ხოჯიბებიან მილიარდელები, რომ ის რამდენი აქვს და გიждდებიან, რომ იმას მასზე მეტი მილიარდია. აი იმ 100 მილიარდით მაგალითად შენ გამოისყიდი შენ სულს? ვერა. არ არსებობს საფასი და გადასახადი, რითაც შენ შეძლებ ქრისტეს გარეშე შენი სული გამოისყიდო. ხომ ასეა? გესმით? აი ამაზე ამბობს ქრისტე, რომ ან რადუღირს კაცს ეს ყველაფერი, რომელიც არ გამომოყვება მე, აი რომ შეიძინოს მთელი ქვეყანა შეძლებს იმდენი მოაგროვოს, რომ სული გამოისყიდოს, სულის საფასური გადაიხადოს, ვერავინ ვერ შეძლებს. აი ნახეთ, ეს ფსალმუნთა წიგნი არა გვაქვს ახლა, ხო ჩვენ, ნახეთ 52 ფსალმუნი თუ გაქვს მანდ რა. ფსალმუნში გვაქვს ჩვენ ზუსტად ეს ასე ნათქვამი. ხო? 52 ფსალმუნი. თქვენ ეს ფსალმუნი ალბათ წაგიკითხავთ, მაგრამ არ მიგიქცევიათ ამისთვის ყურადღება, შეიძლება, ნახეთ. და ძველ ქართულად არის და მივყო იგავსა ყური ჩემი, აღვაღო საგალობელითა იგავი პირი ჩემი. ხო წერია, ხო? ხო წაგიკითხავთ ეს ფსალმუნი, ხო ნაცნობი ფსალმუნია, ხო? რაისათვის მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკვე თუ უჯულოება მან სვლათა ჩემთა მან გარე მომიცვას მე, რატო მეშინია იმ განსასწრებისაგან თუ ჩემი სulis უჯულოება გარე მომიცავს მე. რომელნი ესვენ ძალსა თვისა და სიმრავლესაზე და სიმდრისა თვისასა იქადიან, ისინი ვისაც იმედი აქვს თავისი ძალის და მათი სიმდიდრის იმედად არიან. ძმამან ვერ იხსნესა კაცმან, არა მისცეს ღმერთსა სახსარი თავისათვის ისაი. ანუ საკუთარი ძმაც კი ვერ გიშველის და სხვა კაცი შენ როგორ გიშველის, ხო? სულის გამოსყიდვას რაც ეხება. არ მისცეს ღმერთსა სახსარი თავისათვისა, ანუ ვერ გადაიხდის ღმერთის წინაშე სახსარს საკუთარი თავისთვის. სახსარი ხო არის საფასე, ხო? ვერ გადაიხდის. და სასყიდელი სახსრად სულისათვისისა და შურებოდა იგი უკუნისამდე და ცხონდეს სრულიად. არა იხილოს მან გასახსნელი და ჟამსიხილეს ბრძენის სიკვდილად. ერთბამა დუგუნურინ და უცნობოის წარწმდნენ და დაუტევონ უცხოთა სიმდიდრე და დაუტევონ უცხოთა სიმდიდრე მათი. ანუ აქ დატოვონ მათი სიმდიდრე და მდიდარის და ღატაკიც ერთბამა წარწმდნენ ისინი, ვინც თავის თავზეა დაყრდნობილი და არა ღმერთზე რომ გამოისყიდის მის სულს. და კიდევ არის ერთი ადგილი იობის 33 თავი. ნახეთ? ეს არის როცა იობი ფიქრობს და განიცდის და წუხს, რატომ დაემართა ეს უბედური, რატომ დაემართა ეს განსასწრელი და მისმა მეგობრებმა ხანის უთხრეს და ბოლოს გამოჩნდა ელიჰუ ბუზელი ბარაქიელისა, ძე ბარაქიელისა, რომელმაც უთხრა ასეთი რამე იობს. თუ შეგიძლია მიპასუხე, მოემზადე, დაიცავი თავი. მე ბევრი ვუსმინე თქვენი ის და გავდრისხდიო ეს ელიჰუ ეუნება, რომ შენ ღმერთზე მართალი გონია შენი თავი. აი ამასია საქმე, რომ იობს გონია და მის მეგობრებს, რომ ღმერთზე მართალია და არ ეკუთვნოდა ის, რაც დაემართა, გესმით? და ეუნება ეს ელიჰუ, რომ არ არის კაცი, ვისაც შეუძლია ეგ თქვას. შეუძლებელია ღვთის წინაშე ვინმე თქვას, რომ მე მართალი ვარ ღვთის წინაშე. ანუ გამოსყიდვა არ მჭირდება, არ შეუძლია რავის ეს თქვას. აჰა, მე შენი მსგავსი ვყავარ ღმერთს. მე სტიხისგან ვარ მოზელილი. სუფთა ვარ და უცოდველიო, მესმოდა შენი სიტყვების ხმა და ამან გამაბრაზა. სუფთა ვარ და უცოდველიო, ამას რომ ამბობდიო. და მაგრამ უნდა გესმოდეს ეს ელიჰუს აზრი ამ სიტყვების მაშინ, რომ თუ აღმოჩნდა 1000-ში ერთი მისი მეოხი ანგელოზი, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს. აი ჩვენი ნატრა და სურვილი ის არის, დარდი ის არის, რომ გამოჩნდება 1000-ში ვინმე ერთი ანგელოზი, ანუ ღმერთისგან მოსული ვინმე, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს, შეიბრალოს და თქვას.
ნუ გასწირავ საფლავად ჩასვლისთვის ნაპოვნი მაქვსო გამოსასყიდიო. ნუ გასწირავ საფლავად ჩასვლისთვის ნაპოვნი მაქვს მისთვის გამოსასყიდიო. და განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება, ის ლოცვას აღულენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და სიხარულით შეხედავს მის სახებს, დაუბრუნებს მას სიმრთელეს. იხსნა სული ჩემი საფლავში ჩასვლისაგან და აჰა, ჩემი სიცოცხლე ნათლის ჭვრეტაშიაო. აჰა, ყველაფერს ამას ორგზის ან სამგზის უკეთებს ღმერთი ადამიანს. ანუ იობს ეუბნება, რომ არა ხარ შენ უცოდველი, შენ სჭირდება გამოსყიდვა და იმაზე იფიქრე, გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც იტყვის, არაო, საფლავში არ დარჩეს ეგო, ნაპოვნი მყავს მისთვის გამოსასყიდი. ვინ არის ეს გამოსასყიდი? ქრისტე. აი ნახეთ იმ დროს, იობის დროს, ჯერ კიდე ეს არის საუკუნებით ადრე, ზოგი ამბობს, რომ ეს 20 საუკუნით ადრეა ქრისტემდე ეს ამბავი, ადამიანი ფიქრობს, რომ გამოჩნდება ზეციდან ვინმე, ანგელოზი ნიშნავს ზეციდან მოსულს, ხო? ანგელოზი არის ის, ვინც ღმერთის დავალებას. ვინმე ანგელოზი გამოჩნდება, ვინც იტყვის, რომ არა, საფლავში არ დარჩეთ ადამიანებო, ნაპოვნი მყავს თქვენთვის გამოსასყიდი. აი ამაზე ფიქრო, ვინ არის? ქრისტე. და ჩვენს თავს აბსოლუტა ეს. ამიტომაც შემდეგ პეტრე მოციქული ამბობს თავის ეპისტოლეში, რომ თქვენ ახართ ფასით ქრისტეს წმინდა და უმანკო სისხლით ხარ გამოსყიდული. კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეშიც იგივეა ნათქვამი მე-7 თავში, ეს გაგმინდა გაჩვენოთ. მე-7 თავის 23 მუხლი. სასყიდლით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით კაცთა მონები. დიდი ფასით ხართ. დიდი ფასით ხართ გამოსყიდული ქრისტეს სისხლით და ამიტომ ნუ გახდებით კაცთა მონები. რადგან მოვაძე კაცისა მამისთვის ის დიდებით და თავისი ანგელოზთა თანხლებით და მისი საქმესავე მიაგებს თითოეულს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ზოგიათ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას მომავალს მისი სუფევით. აქ წერია ამ თარგმანში და შეცდომა ამ დიდ წიგნში, რომ სანამ კაცი ძეს მომავალს თავის სასუფეველში. ბოლო მუხლი ამ თავის. არა, სადა არ იხილავს კაცის ძეს მომავალს მისი მეფობით, მისი სუფევით მომავალს, ხო? ეს რას ნიშნავს, როგორ გონიათ? ანუ აქ წერია, რომ აი მისი მოციქულები არიან იქ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, აქ მდგომი ზოგიერთი არ მოკვდება, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას მისი მეფობით მომავალს, ანუ სასუფევით მომავალს, ხო? და ნახეთ, წინ აქ სიკვდილზე ელაპარაკება. სიკვდილზე ელაპარაკება. ახლა ეუბნება, რომ აი აქ ვინც დგახართ, არ მოკვდებით, სანამ არ იხილავთ ჩემს ღვთაებრივ მეფურ დიდებას. როგორ შევათავსოთ ახლა ეს ორი რამე ერთმანეთში? იმიტომაც დაიბნა ის პეტრე, რომ არ როგორ უნდა მოკვდე, იმიტომ ეუბნება ღმერთმა დაგიფაროსო. რას გულისხმობს ეს ბოლო მუხლი? სანამ არ იხილავთ სუფევით მომავალს ძეს კაცისას. ხო, აი ზუსტად ეგ არის. ნახეთ, აი რატო ეს კითხვა რა დაგიცვით პროვოკაციული კითხვა დაგიცვით მე ხუნობით, იმიტომ რომ შევეხო თქვი ადრეც რომ თავები ეს დაყოფილია თავებად, მაგრამ ეს ყველაფერი ებმება ერთმანეთს. ეხლა ჩვენ აქ რო არ გაგვეწყვიტა ეს თავი და მე-17 თავზე გადავსულიყავით, წერია მე-17 თავში 6 დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე და მაღალ მთაზე აიყვანა. ისინი და რას აჩვენებს? ფერის სვალებას. რომ სინამდვილეში ვინ არის ის? ამას აჩვენებს. გესმით? იმიტომ რომ პეტრეც გაამხნევოს, იმიტომ რომ პეტრე ხო თან ეხლა როგორია რომ გეტყვის მოძღვარი და უფალი რომ განვეთ ჩემგან სატანაო, ჩემი საცდური ხარო, ხო? ძნელია ის მოსასმენად, ხო მასე? ხო და პეტრეც რომ გაამხნევოს, სხვაებიც რომ გაამხნევოს რომ ტანჯვა ელის მას, ამიტომაც წაიყვანა ისინი მაღალ მთაზე. ნახეთ, აი ძალიან საინტერესოა. ქრისტიანულ ტრადიციაში არის
ორი შეხედულება. ერთი თაბორის მთა, ცოტა ქვევით არის და აქვე იყო ჰერმონის მთა, აი ახლოს კესარია ფილიპე, ესენი ხო იქ არიან ახლა. კესარია ფილიპეს კესარიას დამქალაქდა და აქ იყო დიდი ჰერმონის მთა და ქვევით იყო თაბორის მთა. ჩვენ მართლმადიდებლურ ტრადიციაში ნაპარკია იმაზე რომ თაბორის მთაზე მოხდა ეს ფერისცვალება. ზოგიერთ მაგალითად ევანგელისტურ ეკლესიაში ამბობენ რომ ჰერმონის მთა იყო ეს, მაგრამ აქ არ წერია რომელი მთა იყო, უბრალოდ ტრადიცია ეს ანეს და ჰერმონის მთაზე ან თაბორის მთაზე წაიყვანა და აჩვენა მისი ღვთაებრივი დიდება, როცა მას გამოეცხადნენ მოსე და ელია და ესაუბრებოდნენ მის ჯვარცმაზე და რომ მოწამებმა ნახონ სინამდვილეში ვინ არის ის და აღარ დაბკოლდნენ და აღარ დაეცდნენ ბოლომდე როცა ნახავენ მას ჯვარცმულს და საფლავში დადებულს. აი ესე მთავრდება ეს მე-16 თავი. დია ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ზოგ აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას მომავალს მისი სუფევით. მე როგორი ის გამიშთა ახლა ციტაი ლოგიკურობდა რომ ხარ შეიძლება კიდე ჩხერთან რა ისიც წამოვიდა ასწრო ხარ შეიძლება რომ ამ შემთხვევაში როდესაც მეორე შანსი მეორე სამეთია რომ აქ ადამიანს ის საკუთრება რომ გადაჭრა ხო და იმ მეორე კონტექსტის დროს ეს всё მე ვინც გადაჭრა ვინც არ გადაჭრა არ გადაჭრა და სიკვდილს არ იღებს და უშუალოდ იმ მეორე მოსulis ის რო იყოს რაღაცა აქ მდგომთაგანი რო ამბობს აქ მოგება ნიშნავს რომ იმ 12 მოციქულ შორის ვინც არის ხო ანუ მაგას გულისხმობს რომ აი ეგ არის დამაბნეველი რომ აქ მდგომთაგანიო ხო და როგორ გავიგოთ ახლა ეგ არა მე უბრალოდ ეს გამიჩნდა რატომაც ეს ასტრონომია რომ შეიძლება ხო შეიძლება მაგრამ აი ხა იცი რა აქ ლაპარაკია მის აი ღვთაებრივ დიდებაზე მაგრამ აი შენობრო შემდეგ თაობები ვინ ცხოვრობდა რომ იმათ ისინი იხილავენ მის დიდებას ხო არ იგებებენ სიკვდილს ხო მაგრამ აი ჩვენ ხომ არ გვიხილავს მისი ღვთაებრივ დიდება ამ თვალით ხო არ გვიხილავს შეიძლება ჩვენ რწმენით და წარმოდგენით კი წარმოგვიდგენია რომ ღვთაებრივ დიდება მისი მაგრამ ჩვენ ხომ არ გვინახავს ის ვინც და მის მოსვლისას ვინც დაუხვდა ცოცხალნი იქნებიან ისინი იხილავენ მის დიდებით მოსვლას კი აი ეს კითხვები ხო არ არის სამი კიდევ აბა რა იონეს არ მოკვდება ანუ იონე ახალ ცოცხალია და ჩვენ არ ვიცით სად არის ხო მაგრამ მე სახარება იმასაც ხო გვეუბნება იონე თავად ხო გვეუბნება რომ არ უთქვამს მას არ მოკვდებაო ა თუ მე მნებავს ანუ ჰიპოთეტურად ამბობს რა ჰიპოთეტურად ამბობს რომ აი თუ მე მნებავს რომც მნებავდეს რომ არ მოკვდეს აი ამას გულისხმობ რომც მინდოდეს რომ არ მოკვდეს შენი რა საქმეაო შენ მე გამომყევი ამას გულისხმობს და მე იონე ამბობს რომ კაცო უკვდავი კი არა ვარ მეო ეს არ უთქვიაო უფალსო იმიტომ რომ იონეც ხო ატყობს რომ მოხუცია და უკვე თან მოხუცია როცა წერს სახარებას და ეს არ უთქვამს მასო ხო რა თქმა უნდა, აბარა იონე პატმოსზე იყო და პატმოსზე გარდაიცვალა და იონეს არსებობს აპოკრიფი, სადაც იონეს გარდაცვალება აღწერილია, როგორ გარდაიცვალა, სიკვდილის წინ რას ამბობდა, როგორ წერია? რას ამბობდა იონეს სიკვდილის წინ, რა წერი, გარდაცვალეთ, რა ვიცით რომ
გიყვარდეთ ერთმანეთი. იოანე ხო სიყვარულის მოციქულია და გიყვარდეთ ერთმანეთიო, ამას ამბობდა სიკვდილის წინო. იგებს ადმე არის? აი ეგრე ეგონათ ელიაზეც. ელიაზეც ეგრე ფიქრობდნენ. არ იყო შიგნით? არა, ეგ ყველაფერი არის გადმოცემები, რომელიც ბიბლიის ნაწილი არ არის და ყველაფერი შეიძლება ტყუილი იყოს, ზოგი მართალი იყოს, მაგრამ ასე ვერ ვიტყვით. იოანე აღესრულა ისე როგორც ყველა მისი მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს არ არის არსად ნათქვამი. იოანე რო ცოცხალი იყოს, ან რატო უნდა იყოს ცოცხალი იოანე? რატო უნდა იყოს ცოცხალი? ხო. მაგრამ აი აზრი, მის იოანეს ცოცხლეს რა აზრია? რატო უნდა იყოს ცოცხალი? მაშინ უნდა ცოცხალი თუ იქნება, უნდა გადაგებდეს, გვასწავლიდეს, გვარიგებდეს. აი ისე რატო უნდა იყოს ცოცხალი? რო იწვალოს კიდე 100,000 წელი? როგორ? ეხლა მე თუ ჩემ მოსწავლეები მუსულმანები არიან და დიახ. ხო. რა უწერიათ? ესე წერია უკრაინაში რა არის იესო ქრისტე რო აღწევა რაღაცა იყო არ გადაიცვალა ეს წერია. მაგასთან. დანარჩენი ყველა წინასწარმეტყველი გადაიცვალა ეს იცია. ნახე ქრისტესთან არამია მაგრამ არა, ჩვენ თუ ისინი ნებისმიერი ისლამი იქნება თუ ის ქრისტეს რომელიმე სარწმუნო იოჰოვას მოწმეების პრობლემაც ეგ არის ისლამისაც ყველა თუ შენ მას როგორ ძეღმერთს არ აღიარებ სულ ერთია რა აღიარებ შენ მას აბსოლუტურად კარგავს აზრს ყველაფერი თუ ის არ არის ძეღმერთი რომელიც განკაცდა შენს გამოსახსნელად შენ ბიბლიას აბსოლუტურად ძალას უკარგავ აზრი აღარაა არაფერს მე აი ეს არის პრობლემა აი იეჰოველების მაგას არ ამობენ რომ კი ღმერთიაო მაგრამ შექმნილი ღმერთიაო ანუ მამა ღმერთმა შექმნა იესო ქრისტე ხო აბსურდია ხო ერთი იეჰოველი მეუნებოდა იეჰოვას მოწმეს შემოჩეულებოდა იეჰოვას მოჩეული იეჰოვას მოწმე მეუნებოდა რომ არაო ჩვენ არ ვამბობთ რომ იესო ქრისტე ღმერთი არ არისო ჩვენ ვამბობთ რომ ღმერთია ოღონდო მამა ღმერთმა შექმნა ჯერ იესო ქრისტე და მერე სხვა ყველაფერი ანუ ღმერთი სიტყვა ღმერთი ნიშნავს რომ შეუქმნელია მარადიულია ვიღაც ხო და შექმნა რას ნიშნავს ეს ხო აბსურდია რას ქვია შექმნა თუ შექმნილია ქრისტე ის ღმერთი არ არის რაც შექმნილია ის არის შექმნილება ხო ასე და ისლამის პრობლემა კიდე რა არის იცი ბოდიში ისლამმა რა ქნა იცი აი ესე აკრიბა იქიდან ეს აქედან ის იქიდან ის და რაღაცა აურია ეს და გამოვიდა რაღაცა სარწმუნოების და მაგვარი რომელსაც არც თავი აქვს არც ბოლო აქვს არც წინასწარმეტყველება აქვს არა ჩვენი ნახეთ როგორი დიდებულია სამყარო შექმნიდან იწყება ადამიანის დაცემიდან შემდეგ აღთქმა გამოხსნის წინასწარმეტყველება მივდივართ ქრისტეს მოსვლამდე რომ აღსრულდა ის ყველაფერი რაც ითქვა შემდეგ ქრისტე ახალ აღთქმას გვაძლევს და გვპირდება მოსვლას ხო აი როგორი სტრუქტურა აქვს ამ ყველაფერს ხო დაალაგებული თქვენ ყურანში მაგას ვერ იპოვი იმიტომ რომ იუდეველები არ კითხულობენ ახალ აღთქმას ხო ბევრჯერ გითხოვს იუდეველები არ დიახ აბა აბა რა დიახ ისევ გარდაიცვალა იმიტომ რომ ის მათი აღდგომა ქრისტეს აღდგომის დროს იყო სასწაულებრივი ნიშანი იმისი რომ ქრისტეს მეორედ მოსვლისას აღდგება საფლავებიდან ხალხი ეს იყო ერთ-ერთი ნიშანი იმისი რომ ქრისტეს აღდგომა ნიშნავდა რომ მისი მეუფება უკვე შეურყეველია გესმის მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ცათაშინდა ქვეყანაზე და ეს გვართა აღდგომა იმ დროს
ეს იყო ერთ-ერთი სასწაულებრივი მოვლენა, რომელიც ჩვენ გვაჩვენებს და გვიდასტურებს, რომ მეორედ მოსვლისას ყველა საფლავი ასე გაიხსნება და ყველა აღდგება მარადიული სიცოცხლისთვის და მარადიული სასჯელისთვის. აი ეს, თორე ის ხალხი ისევ გარდაიცვალა. აი ლაზარე მაგალითად, ლაზარე რო გააღადგინა მკვდრით. ლაზარე ხო გარდაიცვალა ის. რა თქმა უნდა გარდაიცვალა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ იმათზე არაფერი აღარ ვიცით მეტ. კი აღარ ვიცით არაფერი. მე მგონი ამით დავასრულოთ დღეს, ხო? მადლობა თქვენ და ესე ვთქვათ სექტემბერში გავაგრძელოთ, მადლობა ღმერთს და მადლობა ჩვენს ეკლესიას და თქვენს. სექტემბერში გავაგრძელოთ, იმიტომ რომ შემდეგ კვირას ბავშვების კონცერტი და მე ბოლო დღეა 3 აგვისტო. დაფასდება მე, როცა ხალხი წაიკითხავს, დაფასდება.